დრო ჟამი არ ყოფილა რომ ხელისუფლების მხრიდან რაღაცა ზეწოლა არ ყოფილიყო ეკლესიაზე და განსაკუთრებით პატრიარქს. წნეხი სულ იყო. თქვენ საბოლოო ჯამში ხვდებით მღვდელმთავრად ძალიან ცხელ წერტილში. ფაქტობრივად ომის დროს ჩადიხართ. იური იგივე გიორგი ანოა წამებით მოკლეს. თავიანთი კაციც ანუ აფხაზი რომელმაც უღალატა მათი აზრით აფხაზებს რახან ქართველებთან ურთიერთობა არ გაწყვიტა. 27-ში გითხრეს რომ სოხუმი დაეცა და შეუდგით აი ამ ჭუბერის უღელტეხილის გზას რომელიც ძალიან მძიმე იყო. თვითმფრინავები ბომბავდნენ ქართულ მხარეს. ხო და აფხაზებს თვითმფრინავები არ ყავდათ. აფხაზეთში ჩასვლა და მოლოცვა არ უცდია პატრიარქს მის შემდეგ. ომის დაწყებამდე 2-3 წლით ადრე პატრიარქი იყო ჩასული აფხაზეთში და იქ აი ძლივს გადარჩა. როგორი უნდა იყოს მომავალი? თქვენ როგორ წარმოგიგენიათ როგორც მღვდელმთავარს? რომელიც ამავდროულად პატრიარქობის კანდიდატიც იყო. მოგესალმებით ხალხო. დღეს ძალიან განსაკუთრებული სტუმარი მყავს. მე დიდი ხანი მზადებოდი ამ გადაცემისთვის. და მინდა რომ ძალიან კარგი გამომივიდეს. ცოტა პირველად ალბათ ამ გადაცემათა ციკლის ისტორიაში ცოტა ნერვიულობ, იმიტომ რომ დღეს ჩემი სტუმარია ხეუფე დანიელი. ჭიათურისა და საჩხერის მეტროპოლიტი. შეთავსებით ბორჯომისა და ბაკურიანის მეტროპოლიტი. ასევე ქიროტონით მთავრესი, სწორად რო თქვა, მეუფე. ესე იგი, პატრიარქის შემდეგ უპირატესი. ქიროტონით უპირატესი მღვდელმთავარი. და დღეს თქვენ ძალიან საინტერესო თემაზე უნდა ვისაუბროთ. პატრიარქის ისტორიის ფორმატში. დიდი მადლობა მეუფე, რომ ჩემი სტუმარი ხართ. მე შორიდან დავიწყებ ჩვენ საუბარს. როგორ გაიცანით პატრიარქი? როგორ იწყება თქვენი ურთიერთობა? თქვენი პირველი ნაბიჯები უფალთან ესე ვთქვათ. მადლობთ ბატონო იაგო, რომ მომიწვიეთ თქვენს გადაცემაში. მე მივესალმები თქვენი გადაცემის მაყურებელს. და მინდა აღვნიშნო, რომ მიმაჩნია მნიშვნელოვანი არის აი ეს თქვენი გადაცემის სწორედ ფორმატი, რომ თქვენ ცდილობთ უახლესი ისტორიის გაცნობიერებას, რის გარეშეც შეუძლებელია, რომ ჩვენ გავაგრძელოთ წინსვლა, თუ არ დავინახეთ რა იყო ჩვენ წარსულში, როგორც დადებითი, ისე უარყოფითი და სწორად თუ არ შევაფასეთ, მე გულის ტკივილი მინდა გამოვთქვა იმის გამო, რომ ზოგჯერ ნაკლებად არის გააზრებული მე-20 საუკუნის მოვლენები. თითქოს ყველანი შეთანხმებული ვართ, რომ ბევრი რამ კარგი ხდებოდა, მაგრამ რატომღაც ესე იგი სათანადოდ არ იყო დაფასებული იმ ადამიანების ღვაწლი, ვინც კომუნისტური რეჟიმის დროს არა მარტო პოლიტიკური, თქვათ, მიმართულებით იყვნენ დისიდენტური მოძრაობის წარმომადგენლები, არამედ ნებისმიერ სფეროში შეიძლება ეს ყოფილიყო მეცნიერება, შეიძლება ეს ყოფილიყო კულტურა და ნებისმიერი სფერო საზოგადოებრივი მოღვაწეობის შეიძლებოდა ადამიანს ქონოდა ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი შეტანილი ეროვნული ცნობიერების დაცვის საქმეში და აი ამის უგულებელყოფა, ამის დავიწყება, ეს არის რასაკვირველია, არ მოუტანს კარგს მომავალ განვითარებას, ქვეყნის განვითარებას, იმიტომ რომ ჩვენ უნდა ვიცოდეთ, აი რაზე დგას დღევანდელი საქართველო. წმინდა ილია მართალი ჯავჯავაძე ამბობდა, რომ შვილმა უნდა იცოდეს, სად გაჩერდა მამაო.
რომ რა იყო კარგი, რა იყო ცუდი და აი თქვენ გადაცემაში მე დავინახე სწორედ ეს ინტერესი იმისა, რომ გავარჩიოთ რა იყო მოსაწონი, რა იყო, ასე ვთქვათ, უარყოფითი და ამიტომ მე მინდა უსურვო თქვენ გადაცემას შემდგომში, რომ გაგრძელდეს და წარმატება გქონდეს. მადლობა. რაც შეეხება თქვენს კითხვას, მე პატრიარქის შესახებ გავიგე ჩემი ახლობლებისაგან, იმიტომ რომ არ ვიყავი საქართველოში. მე გავიგე რომ საქართველოში მობრძანდა ასეთი პატრიარქი და რომ მთელი ერი იყო რაღაც ძალიან აღთოვანებული ამ ფაქტით და იყო ძალიან დიდი მოლოდინი, სიკეთის, კარგის მოლოდინი იყო საზოგადოებაში. როცა მე დავბრუნდი საქართველოში, ეს იყო 79 წლის დასაწყისი. დაემთხვა ისე რომ მე ჩემს ახლობლებთან, მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ერთად დავინტერესდი საეკლესიო ცხოვრებით. მანამდეც მქონდა ეს ინტერესი, სანამ პატრიარქის აღსაყდრება მოხდებოდა, მაგრამ მერე უფრო გაძლიერდა და დავიწყეთ, ესე ვთქვათ, ასეთი გაცნობა საეკლესიო ცხოვრების. და ამ რამოდენიმე თვის შემდეგ მე უკვე მესწრებოდი სიონში პატრიარქის წირვებს და პირველი ალბათ ჩემი შთაბეჭდილება ეს იყო პატრიარქის გადაგებანი, რომელიც ძალიან საინტერესო იყო, ძალიან ადვილად მისაწვდომი იყო თან ადამიანებისთვის, რომლებიც იწყებდნენ პირველ ნაბიჯებს დგამდნენ აი ამ სულიერი ცხოვრების გზაზე. ასეთი უშუალო შეხვედრა პატრიარქთან ეს იყო, როდესაც მე სიონის საკათედრო ტაძრის ერთ-ერთმა მოძღვარმა შემომთავაზა, რომ მე მიმეღო მონაწილეობა სამღვდელოების დახმარებაში, რომელსაც ქვია სტიხაროსნობა. როდესაც ადამიანს აქვს, ასე ვთქვათ, ნებართვა, რომ შევიდეს საკუთრებაში, ის იმოსავს შესამოსელს, ასე ვთქვათ, კვართს, რომელსაც ქვია სტიქარი. და აი ამ დროს უკვე მე მქონდა საშუალება, რომ შევსულიყავი საკუთრებაში პატრიარქის წირვის დროს და მივსულიყავი მასთან და მისგან მიმეღო დალოცვა. ეს იყო პირველი შეხება და რაც უფრო უახლოვდებოდი პატრიარქს, მით უფრო ვთქვათ, სიხარული ჩემი იზრდებოდა, იმიტომ რომ მასთან შეხება ყოველთვის რაღაც იწვევდა რაღაც განსაკუთრებულ მოწიწებას, განსაკუთრებულ რაღაც შინაგან სიმშვიდეს, კმაყოფილებას სულიერს და რასაკვირველია, უფრო მეტი შემეძლო მისგან მომესმინა და გამეგო. რაღაც ეტაპზე მისმა უწვიდესობამ შემომთავაზა, მე მაშინ მუშაობდი კინოკომიტეტი იყო ასეთი, მე დავამთავრე ასეთი ერში საერო ჩემი განათლება არის კინომცოდნეობა და საქართველოს კინოს კომიტეტში იყო ასეთი გამომცემლობა, სარედაქციო განყოფილება და აი იქ მუშაობდი რედაქტორად. პატრიარქმა შემომთავაზა, რომ მე დამეწყო მუშაობა საპატრიარქო საგამომცემლო განყოფილებაში. ეს ჩემთვის ძალიან დიდი ესეთი სიხარული იყო, მართლაც მე დავასრულე ეს, ასე ვთქვათ, მსახურება საერო სფეროში, საერო დაწესებულებაში და დავიწყე საპატრიარქოში. ეს იყო ძალიან ბედნიერი წუთები ჩემს ცხოვრებაში, იმიტომ რომ უფრო მეტი საშუალება მომეცა პატრიარქთან დაახლოებისა, მისგან უშუალოდ დავალებების მიღებისა და რასაკვირველია, ამან ძალიან დიდი გავლენა იქონია ჩემს მომავალ ცხოვრებაზე, რომ მე საბოლოოდ მივიღე გადაწყვეტილება, რომ სასულიერო პირი გავხდარიყო. აქედან სასულიერო პირობამდე გზა რა არის და როგორ ღებულობენ ამ გადაწყვეტილებას ახალგაზრდა ადამიანები, რომ გახდნენ სასულიერო პირები 80-იან წლებში, იმ პერიოდში, როცა საბჭოთა პერიოდია, როდესაც მაინც და მაინც ეკლესიას კარგად არ უყურებენ და თავარი ღმერთიც ლენინია. რა ეხმარება ამ ადამიანებს იმისთვის, რომ ეს გადაწყვეტილება მიიღონ? ამ გადაწყვეტილების მიღებაში რასაკვირველია ეხმარება
ძლიერი სურვილი რომ შენ უფრო და უფრო გაერკვე სულიერი ცხოვრების პროცესში და განამტკიცო შენი რწმენა. რწმენის განცდა ეს არის განცდა, რომელიც ადამიანს ანიჭებს სიხარულს და ანიჭებს ძალას. როდესაც განსაკუთრებით მინდა გითხრათ, რომ თუ ადამიანი რაღაცნაირად აი ეს ღვთისგან მიიღო ეს შინაგანი შეგრძნება, რომ აი მას აქვს განცდა ღვთის არსებობისა, ძალიან დიდი ახალი ცხოვრება იწყება მის ცხოვრებაში და მის ყოფაში და რაღაცნაირად მზად არის მაქსიმალურად ნებისმიერი განსაკუთრებით პირველი ეტაპი, აი მერთი განსაკუთრებულ ძალას აძლევს ადამიანს და პირველი ეტაპი არის სურვილი, რომ შეიძლება მაქსიმალურად შეუერთდა ამ პროცესს, ამ ცხოვრების პროცესს. თუმცა სიმართლე რომ გითხრათ, მე ასეთი გადაწყვეტილება არ მიმიღია უცებ. უფრო ჩემი მიზანი იყო, რომ საეკლესიო ცხოვრების პროცესში ყოფილიყავი, მაგრამ აი ამ დრომ უკვე თანდათან თვითონ ეკლესიაც გთავაზობს შენ შემოთავაზება არის ეკლესიიდან, რომ აი იფიქრო ამაზე და მე ვფიქრობდი ამაზე და რაღაც ეტაპზე მივიღე ეს გადაწყვეტილება. საზოგადოებრივი განწყობა როგორია მაშინ ეკლესიის მიმართ და აი ახალგაზრდა ადამიანის ამ ნაბიჯის მიმართ? მინდა გითხრათ, რომ საზოგადოებაში არის გაორებული მდგომარეობა, ნაწილი მე ვიტყოდი აი ვისთვისაც ეკლესია იყო არა მარტო სარწმუნოებრივი სფერო, არამედ რაღაც ეს იყო თუ შეიძლება ითქვას ეროვნული მოძრაობის შემადგენელი ნაწილი. ეს იყო თავისუფლებისათვის სწრაფვის შემადგენელი ნაწილი და აღიქვამდნენ ამას როგორც ადამიანის სწრაფას თავისუფლებისაკენ და დადებითად უყურებდნენ ამას. ნაწილი, ვინც შეიძლება უფრო არ იყო ასე აქტიურად ჩართული ამ ეროვნულ განმათავისუფლებელ არა პოლიტიკური გაგებით, არამედ აი იდეალებისკენ სწრაფვაში შეიძლება ამაში საფრთხეს ხედავდნენ. იყო მაგალითად ჩემს ახლობლებში ადამიანები, რომლებიც არ მირჩევდნენ, ამბობდნენ, რომ საფათოა შეიძლება ამან ცხოვრებაში რაღაც პრობლემები შექმნას, თუმცა როცა შენ ეს მთელი არსებით გსურს, პირიქით გაინტერესებს, რომ რაც არ უნდა წინააღმდეგობა შეხვდეს, გიხარია თუ ეს წინააღმდეგობა შეხვდება, რომ ეს გადალახო და ასე რომ ეს არაერთგვაროვანია საზოგადოების დამოკიდებულება, მაგრამ ისე ვიტყვი, რომ იყვნენ ადამიანები, ვინც მხარს უჭერდნენ ამას, იწონებდნენ, ასე რომ მხარდამჭერი ადამიანები ყოველთვის იყვნენ. თქვენ სასულიერო პირად გახდომიდან ძალიან სწრაფად ხდებით მღვდელმთავარი. შეიძლება ითქვას, რომ სადღაც ეს არის 9 წლის შემდეგ. არც თუ ისე ცოტა დრო ყოფილა პრინციპში, მაგრამ ალბათ ძალიან ახალგაზრდა ხართ მღვდელმთავრობისთვის ჩემი გადმოსახედიდან. დიახ. მე მაინტერესებს ის კრიტერიუმი, რითაც პატრიარქი მღვდელმთავრებს არჩევს ამ დროს. და თან ეს ის პერიოდია, როდესაც თქვენ საბოლოო ჯამში ხვდებით მღვდელმთავრად ძალიან ცხელ წერტილში, მაგრამ ალბათ ახამდე მივალთ თქვენი თხრობა ამ გზის შესახებ ძალიან საინტერესოა, მაგრამ მე პირველ რიგში მაინტერესებს კრიტერიუმები, რითაც ადამიანები წინაურდებიან პატრიარქის თვალში, ესე რომ ვთქვათ, და ისინი აღწევენ ამ ძალიან საპატიო თანამდებობა ცუდი სიტყვა ალბათ, მაგრამ მსახურებას კი ბატონო. აი ის კრიტერიუმები რო დამანახოთ, რითაც პატრიარქი ამ პერიოდში ხელმძღვანელობს უახლოესი გარემოცვის არჩევისას, მღვდელმთავრების არჩევისას, რაც ყველაზე მთავარია. პატრიარქი რასაკვირველია ძალიან გვეხმარებოდა ყველა სასულიერო პირს ამ გზაზე, ჯერ კიდევ მანამდე სანამ მე მღვდელმთავარი გავხდებოდი, მე ვგზნობდი, რომ ნებისმიერ საფეხურზე ჯერ არის დიაკონის საფეხური, შემდეგ არის მღვდლის საფეხური
გრძნობდი დიდ დახმარებას. მიუხედავად იმისა, რომ ახსენე რომ ძალიან დიდი სურვილი მქონდა ამისა, იყო რაღაცა შიშიც, იმიტომ რომ სასულიერო პირად გახდომა ნიშნავს რაღაცა დიდ გამოცდილებას და ჩვენ ახლა ფაქტიურად ეს ჩემთვის დაიწყო ესეთ ასაკში უკვე სტუდენტობის შემდეგ 22-23 წლის ასაკში დაიწყო ეს ყველაფერი და მაინც შიში იყო რომ არ ახარ სათანადოდ მომზადებული, თქვა არა გაქვს საკმარისი განათლება და აი ამას ამ დეფიციტს აი ამ გვამხნევებდა ამოსში პატრიარქი ძალიან გვეხმარებოდა ყველას და ნუ კრიტერიუმი რითაც იგი აფასებდა რასაკვირველია ეს იყო სურვილი რამდენად ადამიანში არის სურვილი ისეთი მონასტრული, ბერული ცხოვრებისა, იმიტომ რომ საეკლესიო ტრადიციის მიხედვით მღვდელმთავარი უნდა იყოს ბერი. ანუ ის უნდა აკმაყოფილებდეს ბერის კრიტერიუმებს. და ბერის კრიტერიუმები არის ესე ვთქვათ მაქსიმალური სწრაფვა სრულყოფისაკენ. თუ ადამიანში პატრიარქი შეამჩნევდა ამ სწრაფვას, რასაკვირველია, ნუ ჯერ შეიძლება ის გავხდარიყო ბერი, შემდეგ რაიმე ესე ვთქვათ მონასტრის ხელმძღვანელი, ან წევრი და მერე ხელმძღვანელიც და აი ასეთ ადამიანებიდან, რომლებიც სულიერი სრულყოფის გზაზე გამოავლენდნენ რაღაცა სწრაფვას, უფრო მეტ სწრაფვას, შემდეგ პატრიარქი ირჩევდა სამღვდელმთავრო კანდიდატებს. ცოტა უცნაური კითხვა უნდა დავსვათ თქვენის ნებართვით. როგორ შეიძლება შემოწმდეს ახალგაზრდა ადამიანის სურვილი ბერობაზე? იმიტომ რომ ხო შეიძლება ადამიანი ცდებოდეს. რასაკვირველია. ხო შეიძლება რომ ინანოს ასეთი ძალიან რთული გადაწყვეტილება. რასაკვირველია. ამასთან დაკავშირებით რაღაც გარკვეული წესები არსებობს ეკლესიაში. მაგალითად ბერად აღკვეცა არ შეიძლება სანამ პიროვნება 3 წლის განმავლობაში არ გაივლის გამოცდას. და ამ გამოცდას ასაკვირველია გადის სულიერი ხელმძღვანელის ზედამხედველობის ქვეშ. ასე რომ 3 წელი ისეთი პერიოდია, როცა ჩანს ადამიანი შეძლებს თუ არ შეძლებს და ეს 3 წელი თუ არ არის არ გამოავლინა ეს შეიძლება კიდე გაგრძელდეს, მაგრამ 3 წელზე ადრე არ ხდება კურთხევა აღკვეცა ბერად. თუმცა მინდა გითხრათ ერთი რამ, რომ არსებობს კიდევ ესეთი სულიერი განჭვრეტა, სულიერი ხედვა, რომელიც ყოველ ჯერზე არ ხდება, მაგრამ განსაკუთრებულ შემთხვევაში ხდება. მინდა გავიხსენო გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში, გრიგოლ ხანძთელმა 2 ყრმა მიიყვანა მონასტერში. და ესე იგი მონასტრული წესით ყრმები არ შეიძლებოდა რომ ყოფილიყვნენ. და გრიგოლ ხანძთელმა აუხსნა ძმობა, ცოტა ძმობა გაკვირვებული იყო, რომ გრიგოლი ასეთ წესს არ ყვებს. და გრიგოლ ხანძთელმა აუხსნა, რომ ეს იყო ღვთისგან ნიშანი, რომ ესენი შეძლებდნენ. მე ვფიქრობ, რომ პატრიარქი ძანდება და ეს გამოავლინა ბოლო მოვლენებმა მისი გარდაცვალების შემდეგ ის პიროვნება, რომელსაც ნამდვილად ეს არ იყო მხოლოდ ღრმად განათლებული, მაღალი ზნეობის და სულიერების პიროვნება, ეს იყო კიდევ ადამიანი, რომელსაც ჰქონდა სულიერი ხედვა, რომელსაც ჰქონდა განჭვრეტის უნარი და მე ვფიქრობ, რომ იყო გადაწყვეტილებები, რომელსაც ის ღებულობდა და ეს გადაწყვეტილებები ამართლებდა რასაკვირველია. მე მაინტერესებს რა სulis პერესტროიკა ეკლესიაში. როდესაც გორბაჩოვი მოდის საბჭოთა კავშირში და ის ეგრეთ წოდებული დრაკონული მიდგომები, რომელიც მანამდე არსებობდა, თითქოს ცოტა რბილდება. ყოველ შემთხვევაში სამოქალაქო საზოგადოებაში ნამდვილად არის ამის ნიშნები. ეკლესიაში რა იცვლება ამ გადაწყვეტილებით თქვენ დაგვირგვით? მოგახსენებთ, რომ მე მახსოვს აი პირველივე წლებიდან, პატრიარქი 79 წლიდან მე უკვე ვარ საპატრიარქოს თანამშრომელი, შემდეგ ხდები უკვე 80-იანი წლების დასაწყისში სასულიერო პირი და მსახურობ სიონში და სულ მიწევს პატრიარქის გვერდში ყოფნა და მინდა გითხრათ, რომ არც ერთი დრო
ჟამი არ ყოფილა, რომ ხელისუფლების მხრიდან რაღაცა ზეწოლა არ ყოფილიყო ეკლესიაზე და განსაკუთრებით პატრიარქს. ამიტომ წნეხი სულ იყო და საერთოდ ეს რთული თემა სახელმწიფოს და ეკლესიის ურთიერთობა, იმიტომ რომ ეკლესიას აქვს ძალიან დიდი ავტორიტეტი და ბუნებრივია სახელმწიფოს აქვს თავისი გეზი და მას ხშირად შეიძლება მისი გეზი რაღაც მომენტში და საპატრიარქოს პოზიცია ხანდახან არ ემთხვეოდეს. ყოველ შემთხვევაში ამის შიში იყოს, რომ რაღაცა რამე წინააღმდეგობაში არ შეა. ამიტომ ხელისუფლება ხა საბჭოთა კავშირის პერიოდში ბუნებრივია შეშინებული იყო, რომ ეს ავტორიტეტი არ გახსნილიყო და სულ იყო რაღაც დისკრედიტაციების ცდილობები უამრავი. და ახლა ეს უკვე აი ამ პერიოდში ქართულად გარდაქმნას ვეძახით, ხო? ნუ აი რაღაც შერბილების პერიოდში რასაკვირველია ოდნავ შერბილებული იყო ეს წნეხი ეკლესიის მიმართ. თუმცა რასაკვირველია ისა დარჩა და კიდევ ერთი რამ შეიძლება ითქვას, რომ ამ პერიოდში გაძლიერდა ეროვნული მოძრაობის დაახლოება ეკლესიასთან, ეროვნული მოძრაობის ლიდერები ძალიან ხშირად იყვნენ სიონის საკათედრო ტაძარში და ძალიან ხშირი იყო მათი ურთიერთობა პატრიარქთან და ნუ გარკვეულად ესე ვთქვათ მათი შეკრების ერთ-ერთი ადგილი იყო დასაყრდენი იყო პატრიარქი და მინდა გითხრათ, რომ პატრიარქი მიუხედავად იმისა, რომ ახლა ბუნებრივია ხელისუფლებისთვის ლიდერები ყოველთვის ასე ვთქვათ საფათო იყო მაშინდელი საბჭოთა ხელისუფლებისთვის, პატრიარქი არ ერიდებოდა მათთან ურთიერთობას არასოდეს, პირიქით იცავდა მათ და თუ საჭირო იყო რაღაცნაირად ცდილობდა, რომ მათი ინტერესები დაიცვა, თქვათ თუ დააპატიმრებდნენ, ცდილობდა, რომ ისინი გაეწია შუამდგომლობა და საკმაოდ ისეთი მტკიცე იყო ამაში. როგორ ახერხებს პატრიარქი სიონში ამ განსხვავებული ხალხის ერთად შეკრებას, მაშინ, როდესაც როგორც კი სიონის ეზოს გაცდება ეს ხალხი, მათ შორის მაინც და მაინც მეგობრული ურთიერთობა არ არის და პირიქით ამ არამეგობრულმა ურთიერთობამ შემდეგ საბოლოო ჯამში ბევრი რამე გააფუჭა კიდევაც. და ეს როგორ ხდება, რომ იმ ადგილას ასე თუ ისე რაღაცა დონეზე თან არსებობენ, ან იტანენ მაინც ერთმანეთს. მინდა ვთქვა, რომ ზოგადად საქართველოში ქრისტიანული ეკლესია იყო უმთავრესი ესე იგი ადგილი, სადაც შესაძლებელი იყო დაპირისპირებული მხარეების ერთად ყოფნა, თვითონ წირვალ ლოცვა მართლმადიდებლისთვის განსაკუთრებით წინა საუკუნეებში ეს იყო აუცილებელი, სავალდებულო მოთხოვნილება იყო ყველა მართლმადიდებლის, რომ წირვაზე ერთი და იგივე ტაძარში შეიძლება სრულიად განსხვავებული ადამიანები შეკრებილიყვნენ და რასაკვირველია ეკლესია თავისი ბუნებით, თავისი აი ამ სწავლებით, თავისი სულიერი ენერგიით, რომელსაც გადასცემს ადამიანებს, მათში დადებით თვისებებს აძლიერებს და უარყოფით ასუსტებს. და აი შემწყნარებლობის ხარისხი იზრდება. სწორედ მაშინ, როცა ეკლესია ძალიან დასუსტებული იყო ეს კომუნისტური რეჟიმის დროს, ბუნებრივია ეკლესიაში არც მიდიოდა ხალხი და იქ ვერც იპოვიდა აი ამ ასე ვთქვათ დასაყრდენს. და აი პატრიარქის მოსვლის შემდეგ საზოგადოებამ იპოვა დასაყრდენი ეკლესიაში და მათ შორის ეროვნული მოძრაობის ლიდერებმა და პატრიარქთან ისინი მართლაც ერთიანდებოდა. თვითონ პატრიარქი იყო მშვიდობის მყოფელი სულის ადამიანი. მას შეეძლო ყოველი ადამიანი გზნობდა, რომ პატრიარქს ის უყვარდა. და აი ამ სიყვარულის მისაღებად მიდიოდნენ და ამ დროს ესე იგი ისინი იქ ერთად იყვნენ. ასე რომ პატრიარქის პიროვნებაც ზოგადად ეკლესიის ბუნება, მაგრამ ამ შემთხვევაში პატრიარქის სახით უკვე აღმატებულ ხარისხში, უკვე მე ვიტყოდი აღდგენილ ხარისხში გამოუხატული ეკლესიის ბუნება, იმიტომ რომ მასში ძალიან დიდად, ასე ვთქვათ, გამოიხატა საქართველოს ეკლესიის საუკეთესო ტრადიციები, როგორიც არის დიდი სულიერება, დიდი სიმშვიდე, სიბრძნე, სიყვარული, შემწყნარებლობა, თავგანწირვისათვის მზაობა,
რა ვიცი, ბევრი თვისება. ნუ აი თითქმის მე ვერ ვიტყვი რომ რომელიმე თვისება არ იყო მასში და ძალიან მაღალ ხარისხში და რასაკვირველია ეს აერთიანებდა ადამიანებს. არ დაჭირვებია ჩარევა მათ დასაშოშმინებლად, თქვა ხო არ გახსოვთ ესეთი. როგორ არა, მე ახლა ესე ზუსტ მაგალითს ვერ გავიხსენებ, მაგრამ ნამდვილად, როდესაც მასთან მოდიოდნენ, შეიძლება ცალ-ცალკეც მოსულიყვნენ განსხვავებული, იგი მაქსიმალურად ცდილობდა, რომ მათ შორის ურთიერთობა გაეუმჯობესებინა და აღწევდა კიდევაც ამას გარკვეულ დონეზე. მღვდელ მთავრობის გზა მაინტერესებს, ამ გზის დასაწყისი და მისი გაგრძელება, იმიტომ რომ თქვენ თვალწდები სხვაგან იყავით მღვდელმთავარი და მეერე გადაგიყვანეს უმაღლეს მღვდელმთავრად. ვიყავი ნაკურთხი მღვდელმთავრად, მე პატრიარქმა დაამნიშნა ბოდბის ეპარქიის მმართველად. და რამოდენიმე თვეში დაიწყო ომი აფხაზეთში და გარდაიცვალა ცხუმ აფხაზეთის მიტროპოლიტი დავითი. და აი ამ გარდაცვალების შემდეგ ვიღაცა უნდა გაეგზავნა პატრიარქს და მან მიიღო ეს გადაწყვეტილება, რომ მე გავეგზავნო. რა დავალებით მიდიხართ ამ პერიოდში, ამ ცხელ წერტილში? ნუ, უპირველეს ყოვლისა, ცხელ წერტილში სასულიერო პირის მისია არის, რომ ძალიან დაძაბულ რეჟიმში ყოფი საზოგადოების ნუგეშინისცემა, მათი გამხნევება, მათი გამტკიცება სარწმუნოებაში, ასეთი რეჟიმში ყოფი საზოგადოება შეიძლება ვთქვათ უფრო გაღიზიანებული იყოს, აგრესია მეტი იყოს, როგორც მშვიდობიან მოსახლეობაში, მით უმეტეს სამხედრო პირებს შორის. ამიტომ დავალება იყო ისეთი, რომ ხშირად შევხვედროდით მათ და აი გვესაუბრა მათთან, პირველ რიგში მოგვეწოდებინა, რომ აი ამ მძიმე ვითარებას მათში არ შეეცვალა მათი ესეთი კეთილშობილური თვისებები, რომ მიმტევებლობა ქონოდათ, რომ არ ყოფილიყვნენ. აი თავარი თემა არის, რომ არ ყოფილიყო ადამიანის შურისმაძიებელი. ხა ზოგი მშვიდობიანი მოსახლეობა იყო, მაგრამ თქვათ მისი ოჯახის წევრი იყო ომში და ან დაიჭრა, ან დაიღუპა და აი მშვიდობიან მოსახლეობაში შეიძლებოდა ყოფილიყო შურისძიების სურვილი. თუნდაც აი ესეთი ინტელექტუალურ დონეზე, აი ადამიანური, ესე ვთქვათ, მიმართ ესეთი სიძულვილის დონეზე. ნუ სამხედრო პირებში შესაძლებელი იყო ეს. აი ეს ძალიან მე ვფიქრობ მნიშვნელოვანია ასეთ რა სიტუაცია დაგვხვდათ იქ? და თქვენი მრევლი გაყოფილია ამ შემთხვევაში, იქ ხო ქრისტიანი შეიძლება იყოს ორივე მხარეს. და აი ეს რა სიტუაციას ქმნიდა? აფხაზი, ესე ვთქვათ, ეროვნების ადამიანები იყვნენ, დადიოდნენ ეკლესიაში და კონდათ რაღაცნაირად ესეთი მოლოდინი, რომ ეს ომი დამთავრდება და მშვიდობა იქნება. ვინც ქართველების მიმართ შეუწყნარებელი იყო, დატოვა, ვთქვათ, გადავიდა მეორე მხარეს, ანუ აღარ დარჩა. მაგრამ ვინც დარჩა, ის ეკლესიაში იყო და ყოველ შემთხვევაში პატრიარქმა ძალიან დიდი მემკვიდრეობა დატოვა, იგი 11 წელი იყო სანამ საპატრიარქო ტახტზე მოხდებოდა მისი აღსაყდრება, 11 წელი იყო ცხუმ აფხაზეთის მიტროპოლიტი და იქ ყველა, აი სწორედ რაც ჩვენ უკვე ვახსენეთ, გამაერთიანებელი იყო ყველას უყვარდა იქ. დღემდე ესე იგი პატრიარქის სახელს ფიცულობენ ყველა ერის წარმომადგენელი. ქართველებზე აღარ ვლაპარაკობ, რუსები, ბერძნები, აფხაზები და სხვანი. ასე რომ ეს დამხვდა მე ეკლესიაში, მრევლში ერთსულოვნება, მაგრამ დამხვდა ასევე მაგალითები, რომ ვიღაცებმა, რომელიც არ იყვნენ შემწყნარებლურად განწყობილი და საერთოდ ჰქონდათ ეს აზრი, რომ ერთად ყოფნა ქართველების და აფხაზების არ შეიძლება, ასეთი ადამიანები უკვე წასულები იყვნენ იქიდან. ასე რომ იქ ადგილზე იყო ერთსულოვნება თვით აფხაზებსა და ქართველებს შორის
და რაღაცნაირად იცით ადამიანები ახლა სასულიერო პირები, მრევლის წევრები ცდილობდნენ რომ აი გაჭირებულებისთვის დახმარება აღმოეჩინათ, ხო, აი ეს ფუნქცია კიდე ეკლესიის რომ რაღაცა იზრუნოს, თქვათ, რაღაც მუდმივად არის რაღაც ჰუმანიტარული დახმარება ამის განაწილებაზე, რაღაცა მედიკამენტების მიტანაზე გაჭირებულ ხალხთან და ამ ფუნქციას ასრულებდა მრევლი. ну, ახლა ეს არის ურთიერთობა მოყვასთან, როგორც თქვი, როგორც მშვიდობიან მოსახლეობასთან, ასევე სამხედროებთან და მეორე არის თვითონ ლოცვითი ესეთი მსახურება. იმიტომ რომ ლოცვა ეს არის ღმერთისადმი თხოვნა, რომ ღმერთის ძალა კიდევ უფრო გაძლიერდეს და უფრო დაეხმაროს ადამიანებს, რომ გადაიტანონ ეს კრიტიკული პერიოდი და არ დაკარგონ ადამიანური სახე, არ გაბოროტდნენ. ეს არის ლოცვის მიზანი და სხვათა შორის რასაკვირველია ბევრს უთქვამს მაშინაც და რომ აი როცა ხედავდით რომ ეკლესია ლოცულობს ან თქვათ ჩვენ მქონდა ასეთი პატრიარქის კურთხევით ქალაქში გასვლა თქვათ ხატებით შემოვლა ქუჩების რომ აი დაილოცოს და აი როცა დავინახავდით რომ სვლელობა ჩვენ ეს ძალიან განგვამტკიცებდა, გვამშვიდებდა, ხო? ასე რომ ლოცვას დიდი ძალა აქვს, ლოცვა და ადამიანებისათვის მსახურება. ეს იყო მთავარი ფუნქცია, რაც დაგვავალა პატრიარქმა და შეიძლება ის დაგვარად ჩვენ ამას ვასრულებდით და მე ვფიქრობ, რომ ეკლესიის გარეშე უფრო გაუჭირდებოდათ იქ ადამიანებს. თქვენ ფაქტობრივად ომის დროს ჩადიხართ. ეს არის მე ჩავდივარ, ესე იგი ეს არის ოქტომბრის დასაწყისი 92 წლის. 92 წლის. თქვენი თვალით დანახი ომი მაინტერესებს. და ჯარისკაცების ურთიერთობა ეკლესიასთან. ну, ჯარისკაცების ურთიერთობა იყო მოადლიერება, როცა ჩვენ მივდიოდით და ჩვენ მკითხულობდით, ხო არ არის ვინმე მოუნათლავი, ნათლავდით. ვინც მონათლული იყო, ამბობდნენ აღსარებას და ეზიარებოდნენ. მე არ მახსენდება შემთხვევა, რომ ვინმეს უარი ეთქვას აღსარებაზე და ზიარებაზე. ყველა ამას აკეთებდა და მინდა გითხრათ, რომ სამხედრო პირები, განსაკუთრებით ომის ვითარებაში, აი როგორც ღრუბელი რო წყალს შეიწოვს, ისე იწოვდნენ ამ საუბარს, ამ მით უმეტეს სულიერ, ასე ვთქვათ, აი ამ საიდუმლოებაში მონაწილეობას, იმიტომ რომ როცა ადამიანი დგას ასეთი მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება და ყოველ წუთას შეიძლება ადამიანი წავიდეს ამ ქვეყნიდან. ეს არის, ასე ვთქვათ, უკვე ეგზისტენციალური მდგომარეობა და ადამიანი სულ სხვა განზომილებაშია, მიმღებია რაღაცა აი ამ არადიული ღირებულებების აღქმის ფაქტორი იზრდება და არა მარტო სამხედროში, ჩვეულებრივ ადამიანებშიც. ჩემ მიერ დანახული საომარი ვითარება ესეთია, რომ მე ვხედავდი ძალიან ბევრ ღირსეულ ადამიანს. მათ შორის აი სრულიად ახალგაზრდებს 17-18 წლის ახალგაზრდებს ერთ-ერთ სოფელში შევედით, წინა ხაზი იყო და პატარა სახლი იყო, ერთსართულიანი ბანიანი სახლი იყო და იქიდან გადმოხდა სრულიად ახალგაზრდა ბიჭი, ცოტა მოსული ბიჭი იყო, მაგრამ ახალგაზრდა და დიდი ავტომატი ეკიდა და გამოიქცა ჩვენსკენ და დაგვიძახა მამაო, საქართველოს ცოცხალეო. იქ ვინც ჩამოდიოდა, აბსოლუტური უმრავლესობა იყო რაღაცა ძალიან ამაღლებული, სულიერად ამაღლებული. რასაკვირველია, ახლა შეცდომებიც იყო, რაღაც გადაცდომებიც იყო, რაღაც, მაგრამ ძირითადად ეს იყო ქართული საზოგადოება, ახალგაზრდობა, მეომრები, რომლებიც აი რაღაცა მზად იყვნენ სიცოცხლე გაეწირა და ძალიან ბევრი აი ღირსეული მაგალითი იყო, როგორც სამშვიდობიან მოსახლეობაში, ისე სამხედროებში. ну, რასაკვირველია, ბევრი ტკივილის იყო, იმიტომ რომ იყო ადამიანები იღუპებოდნენ, ჭილისუფლები განიცდიდნენ ამას და კაც ნუ გეშინის ცემა არის, როცა მიდიხარ და ამხნევებდა, ნუ ყოველ შემთხვევაში შენ ახსენებ, რომ ადამიანის სული უკდავია, ეს ძალიან მოქმედებს ამ დროს გაჭირებულ ადამიანს ძალიან ეხმარება.
ჩვენ მქონდა შეხვედრა აფხაზებთანაც, რომელიც ტყვეობაში აღმოჩნდნენ და ისინი ზოგიერთი მოინათლა, თქვა რომ არ არის მონათლული და გამოხატა სურვილი ნათლობის, ზოგიერთი იყო მონათლული და ეზიარა. ასე რომ რამდენადაც ჩვენ მქონდა საშუალება აფხაზებთან შეხების, ვცდილობდით რომ დავხმარებოდით მათ. ომმა ძალიან ბევრი კივილი მომიტანა თვითონ ეკლესიის წიაღში იყო ასეთი ყველასთვის ცნობილი მოდელმონაზონი ანდრია ყურაშვილი, რომელიც კამანში იყო, ეს კამანი იყო კამანი იყო სოფელი, რომლის გარშემოც მთები იყო და ამ მთებსთან უკვე მოსული იყო აფხაზი ჯარისკაცები, აფხაზი ნაწილები, ჯარის ნაწილები და იქ დღის განმავლობაში სოფელში გავლასაში იყო, იმიტომ რომ საიბერები იყვნენ და შეიძლებოდა რომ ადამიანი მოეკლა. და ეს ამ სოფელში ადამიანები ცხოვრობდნენ, კიდე იყო ასეთი ოჯახი, ანუების ოჯახი. იური ანუა ცნობილი აფხაზი კაცი იყო, ძალიან დიდი ავტორიტეტი ჰქონდა როგორც ქართველებს, ისე აფხაზებს შორის, მაგრამ აფხაზებმა ვერ აპატიეს, რომ ის დარჩა აქეთ ამ ხარეს და არ გადავიდა იქით ამ ხარეს და ჩაუთვალეს, რომ ის მან უღალა და აფხაზზე ვინც ასე ჩათვალა, ყველა არ თვლიდა ასე, მაგრამ ვინც ამას ასე არ თვლიდა, რომ ქართველთან ურთიერთობას რომ არ წყვეტეს ღალატია, ამას ვერ ამბობდა. ეშინოდა, იმიტომ რომ ეს ძალიან ის იყო გამოცხადდებოდა მოღალატედ და რადიკალური დამოკიდებულება და რადგან არის ეს ჯერ ეს ოჯახი დაბომბეს იმათ სახლი ჰქონდათ და იქ ცხოვრობდნენ აფხაზები? აფხაზები დაბომბეს? ანუა, იური ანუა თავისი მეუღლით, დღეს მისი მეუღლე მონაზონია, მარიამია, მისი ქალიშვილი არის მანანა ანუა, თბილისში ცხოვრობენ ვაჟი მისი თავისი ოჯახით და მაშინ იური მონაზონი მარიამი და მათი ქალიშვილი მანანა ცხოვრობდნენ კამანში. მათ ორი სახლი ჰქონდათ, სოხუმში და კამანში და არ ტოვებდნენ კამანს. იმიტომ რომ კამანში არის აღესრულა იოანე ოქროპირი და იქ იყო მისი საფლავი, მე ეს რამოდენიმე ხნის შემდეგ მისი წმინდა ნაწილები გადაასვენეს, მაგრამ სარკოფაგი იქ არის და აი ამ ოჯახმა აღადგინა ეკლესია, რომელშიც იყო დაკრძალული იოანე ოქროპირი. და სარკოფაგიც იქ არის ახლა ამჟამად და ასევე აქ იყო აღესრულა წმინდა მოწამე ვასილისკო, ესეთი ცნობილი წმინდანია, ასევე გადასახლებაში მყოფი ბერძენი და იქ ამოხეთქა წყარომ, ვასილისკოს წყარომ, რომელიც დღემდე მოედინება და სასწაულთო მოქმედი ადამიანები იკურნებიან. წარმოიდგინეთ, ომის დროს ეს კამანი სოფელი არის ფრონტის ხაზზე და ჩემთან ჩამოდიოდნენ ადამიანები და თხოვდნენ ნებართვას, რომ კამანის წყალში განბანილიყო და ფაქტები გვაქვს, რომ განიბანენ და განიკურნენ. და აი ეს ამ მოდელმონაზონმა ანდრიამ და ამ ოჯახმა არ დატოვა კამანი. ამიტომ, როდესაც აფხაზებმა აიღეს სოფელი კამანი, ეს იყო 5 ივნისი. ეს უკვე სანამ სოხუმი დაეცემოდა. ეს სოფელი სოხუმიდან 12 კილომეტრია. მათ მამა ანდრიას მოსთხოვეს, რომ ეთქვა, რომ ეს მიწა არის აფხაზების. და ვისეა ეს მიწაო და მამა ანდრია უპასუხა, რომ ეს მიწა ღვთის არის. და მაინც ესე იგი მოკლეს, მაგრამ ძალიან განიცდიდნენ თვითონ აფხაზები, რომ აი მღვდელი მოკლეს და მის საფლავს მიუხედავად ყველაფრისა დღემდე უვლიან და ძალიან პატივისცემენ. ხოლო იური იგივე გიორგი ანუა გაიყვანეს აი ცოტა მოშორებით, სადღაც ვასილისკოს საფლავი იყო იქ 500 მეტრში. ის წყაროც იმ ტაძრიდან და იქ წამებით მოკლეს. თავიანთი კაციც, ანუ აფხაზი, რომელმაც უღალატა მათი აზრით აფხაზებს რახან ქართველებთან ურთიერთობა არ გაწყვიტა. და აი ეს ვასილისკოს წყაროც კეთილ მოაწყო, მაშინ კომუნისტური რეჟიმი იყო, როცა ანუას ჰქონდა რაღაც დიდი თანამდებობა ჰქონდა, რაღაც შეძლებული ოჯახი იყო, მაგრამ ძალიან ესე პატრიოტი ქვეყნის და ღრმად მორწმუნე ოჯახი.
ეს ვასილისკოს წყაროც აღადგინეს და ეს ტაძარიც აღადგინეს და ძალიან პატრონობდნენ მამა ანდრიას. და ეს ორი ადამიანი მოკლეს, გადარჩა ანოას მეუღლე, აწმონაზონი მარიამი და მისი ქალიშვილი მანანა სიკვდილს გადარჩენ, რაღაცნაირად ისინი გადაიყვანეს შემდეგ გუდაუთაში, მაგრამ მერე მოლაპარაკების დროს დააბრუნეს საქართველოში. პატრიარქის დავალება რა არის ამ პერიოდში? აი ვთქვათ, მშვიდობის დამყარების თვალსაზრისით, რა მცდელობა არსებობს ქართული ეკლესიის მხრიდან, რომ თუნდაც ქართულ ძალებთან მუშაობის თვალსაზრისით, რომ არაფერი ვთქვათ, მეორე მხარეს, იქ შეიძლება ნაკლებს გისმენენ, მაგრამ აქ მეტი შანსია, რომ შენებმა მოგისმინონ. აი ასეთი ტიპის პატრიარქის ქმედებები ამ პერიოდში, ეს მისი ყოფილი საწმოსოა, ესე რომ ვთქვათ, და მას განსაკუთრებული სულიერი დამოკიდებულება აქვს ბუნებრივია ამ ყველაფერთან. საოცარია პატრიარქის გამონათქვამი, რომ ომი აფხაზეთში ეს არ იყო ომი ქართველთა და აფხაზთა შორის. ეს იყო ომი ქართველთა და აფხაზთა ერთობის და ძმობის წინააღმდეგ. ანუ ამით ის ამბობდა, რომ არის რაღაც მესამე ძალა, რომელმაც დააპირისპირა ეს ორი მხარე და ფაქტიურად ძმები მტრებად აქცია. და იგი ამბობდა ყოველთვის, მიმართავდა, ყველა ეპისტოლეში ის მიმართავდა აფხაზს და ოს მოქალაქეებს, რომ ჩვენ ვართ ძმები, ეს არის დროებითი, ჩვენ ვერ გაუძელით რაღაც გამოცდას, ჩვენ შეცდომაში შეგვიყვანეს და ჩვენ უნდა აღვადგინოთ ეს ერთობა. ეს არის მოწოდება და კიდევ ასეთ საოცარ სიტყვას ამბობდა პატრიარქი ყოველთვის და დღეს ეს ხორცს ისხამს, რომ ჩვენ უნდა ესე ვთქვათ, შევქმნათ ისეთი ძეგლი, სადაც ყველა სახელი იქნება ქართველისაც და დაღუპულის. და ყველასთვის ერთად უნდა ვილოცოთ და ეხლა შენდება სიმონ კარანელის სახელობის ტაძრის სამების საკათედრო ტაძრის ეზოში, სადაც ყველას მოხსენება იქნება ერთდროულად ქართველებისაც და აფხაზებისაც. ეს არის ის, რაც შეეძლო მაშინ ჩემი აზრით პატრიარქს. სასულიერო პირებში როგორი სიტუაცია? სასულიერო პირები მარტო ქართველები ხო არ იქნებოდნენ, ხო აფხაზებიც იქნებოდნენ? აფხაზიც იყო ერთი აფხაზი. სამწუხაროდ, საერთოდ აფხაზებს არ ყავდათ სასულიერო პირები. არ ყავდათ. ერთი სასულიერო პირი იყო, ომის დაწყებისას ის გადავიდა. მეორეც იყო, ერთი მღვდელი იყო, ერთი იყო დიაკვანი. და დიაკვანი ცოტა ხანს იყო, მაგრამ ვერ გაუძლო და ისიც გადავიდა. ვერ გაუძლო რაც, მაგალითად, მის მიმართ რაიმე უარყოფითი დამოკიდებულება არ იყო, მაგრამ ესე იგი, მისთვის მიუღებელი იყო ამ ერთობის აღდგენა. ესე რადიკალური პოზიცია, რომ აფხაზეთი უნდა იყოს ქართველების გარეშე. ყოველ შემთხვევაში აფხაზური სახელმწიფო. მაგრამ ქრისტიანობას ხო ეთნიკურობა არ გააჩნია ამ გაგებით? სამწუხაროდ მათ მე ვფიქრობ, ისინი არიან მსხვერპლი ასეთი პროპაგანდის, რომ ქართველებმა დაიპყრეს აფხაზები და ფაქტიურად ყავთ ესე ვთქვათ დისკრიმინაცია მიმდინარეობს, რაც აბსურდი იყო, არავითარი დისკრიმინაცია არ ხდებოდა. ქართველი ადამიანისთვის ეს მიუღებელი იყო ისტორიულად, მაგრამ ეს მათ შეძლეს ეს პროპაგანდის გაძლიერება და იყვნენ ადამიანები, ვინც დაიჯერა ეს და რაღაც სიძულვილიც გაუჩნდა ქართველების მიმართ. ამიტომ სიძულვილი იყო განსაკუთრებით კიდევ ეკლესიის სახურების მიმართ, იმიტომ რომ ესეთი განცდა იყო, რომ ეკლესია სწორედაც არის ერთ-ერთი უძლიერესი იარაღი ქართული ეთნოსის და ქართველი ერის ყოფნისა, მისი გამაძლიერებელი და ეკლესიის მიმართ იყო ასევე ძალიან დიდი აგრესია. ამიტომ იყო რომ მოკლეს მამა ანდრია ყურაშვილი, მაგრამ წარმოიდგინეთ რომ მოკლეს რუსი მღვდელის, როცა შემოვიდნენ, იყო ასეთი ლავრენტი კრავცოვი. რუსი ეროვნების, რომელიც არ დატოვა საქართველოს ეკლესია და აფხაზეთის ეპარქია იყო იქ და ამის გამო მოკლეს და კიდე უნდათ მოეკლათ
იყო ასეთი არქიმანდრიტი ტიხონი, ძალიან დიდი ავტორიტეტის, როგორც რუსეთში, ისე საქართველოში, ეგრეთ წოდებული ღვთივგამბრძნობილი რუსები ეძახიან სტარეც. ძალიან მაღალი სული მე მქონდა მასთან რამოდენიმე შეხვედრა და დავწუნდი მის მართლაც განსაკუთრებულ ღირსებებში და ის გააფრთხილეს რომ ის შესაძლებლად მიდიოდნენ და სულ ორი ნაბიჯით გაასწრო და გაიყვანეს აფხაზეთიდან რუსეთში, მერე გადაიყვანეს და იქ აღესრულა. ხო და აი ესე იგი დაუნდობელნი იყვნენ არა მარტო ქართველების მიმართ, არამედ საქართველოს ეკლესიასთან, ვინც ურთიერთობაში აგრძელებდა ყოფნას იმათ მიმართაც კი. თქვენ ბრძანეთ რომ ორი სასულიერო პირი იყო მარტო აფხაზიო და აფხაზი მრევლი ქართველ სასულიერო პირებთან დადიოდნენ? დადიოდნენ, იმიტომ რომ ესე იგი წირვა-ლოცვა ორ ენაზე იყო, ქართულად და რუსულად. და მათ შეეძლოთ აფხაზი მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი, აბსოლუტური უმრავლესობა რუსულ ენაზე ლაპარაკობდა, რუსულენოვანი ესე ვთქვათ სკოლები იყო და ნუ ყველა ესე ვთქვათ დაწესებულებებში რუსულ ენაზე მიდიოდა, ქართულად და რუსულად. სულ რამდენი ეკლესია ფუნქციონირებს ამ პერიოდის აფხაზეთში? დაახლოებით. ომამდე? აი ომის წინარე პერიოდში. ნუ ომის წინარე პერიოდში ეს კიდე უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს ემთხვევა საბჭოთა კავშირის პერიოდს, ამიტომ როგორც საქართველოში ნებისმიერ რეგიონში ძალიან მცირე რაოდენობის ეკლესია მოქმედებდა. სოხუმში იყო დაახლოებით 2 თუ 3 εκκλησია. იყო ილორში, ილორის შემოშავლები დადიოდნენ და ვებიაბაბუა მოხდა. ძალიან ჩვენი სამლოცველო იყო ესე ვიცით. დიდი ესე ვთქვათ ძალა ჰქონდა ამ სამლოცავს და ხალხს ძალიან უყვარდა და სჯეროდა ამ წმინდა ადგილის. გალში იყო ტაძარი, მოქმედებდა და კიდევ გუდაუთაში. სასულიერო პირები ძირითადად ქართველები არიან, როგორც მე ხვდები. უმრავლესობა ქართველები არა, რუსებიც არიან. რუსებიც არიან. და ეს რუსი სასულიერო პირები დარჩნენ აფხაზეთში ამის შემდეგ თუ წავიდნენ და იქ შეივსო აფხაზი სასულიერო პირები? არა, რაღაც ნაწილი დარჩა. დარჩა, ნახეთ ვინ გაანადგურეს და ვინ იძულებული იყო დაეტოვება აფხაზეთს. ვინც იყო აქეთ ამ მხარეს, ანუ ესე იგი ფრონტის ხაზის აქეთ ამ მხარეს, საითაც ქართული სახელმწიფოს ნაწილი იყო. ანუ ჩვენი მხარე იყო და ქართული მხარე იყო და იქით ვინც იყო, იმათ არ ერჩოდნენ, იმიტომ რომ ჩაითვალა რომ იქ და ისინი დარჩნენ. ვინც იქით იყო რუსი ეროვნების წარმომადგენელი. და ნუ ბუნებრივია ის აფხაზი, ვინც იყო ერთი უხდელი და ერთი დიაკვანი. როდის ხვდებით რომ ყველაფერი დამთავრდა და უნდა წამოხვიდეთ და აი ეს პროცესი როგორია? ეს ძალიან მძიმე პროცესია, მე მესმის რომ ამის გახსენება თქვენთვის მარტივი არ იქნება, მაგრამ რაღაცნაირად მინდა წარმოვიდგინო მღვდელმთავრის თვალით ნანახი ტოლვილობის პროცესი. მე ვიცი რომ თქვენ მრევლთან ერთად მათ შორის ფეხით გამოიარეთ ის აუბედითი გზა, სადაც ბევრმა ადამიანმა როგორც ძვირფასი ადამიანები ისე საკუთარი სიცოცხლე დატოვა. იცით რა, ბოლო წუთამდე იყო იმედი, რომ შეიძლებოდა რაღაცა მშვიდობიანი მოლაპარაკება ყოფილიყო. განსაკუთრებით ეს იყო აგვისტოს თვეში, თითქოს რაღაც მოლაპარაკება შედგა, ესე ვთქვათ, სამხედრო ტექნიკის გაყვანაზე იყო თითქოს მოლაპარაკება. და აღმოჩნდა რომ ფაქტობრივად აფხაზურ მხარემ ეს შეთანხმება დაარღვია. როგორც კი ეს დაარღვია, ესე იგი უკვე თითქოს აი მომზადებელიც კი იყო ქართული მხარე ამისთვის და ეს რაღაცა ძალიან სწრაფად განვითარდა ეს უკვე შეტევა და ფაქტიურად აღმოჩნდა რომ ნუ მე ესე მახსოვს ყოველ შემთხვევაში რომ იქ თვითმფრინავები ბომბავდნენ ესე იგი ქართულ მხარეს ხო და აფხაზებს თვითმფრინავები არ ყავდათ არ ქონიათ თვითმფრინავები ხო და ესე იგი ეს იყო რუსული ტექნიკა და საერთოდ რუსული სამხედრო ტექნიკა ხო ქართული ტექნიკა მას ვერ გაუძლებდა ასე რომ ეს იყო ძალიან სწრაფად მოხდა და ეს უკვე
20 რიცხვის სექტემბრის 20 რიცხვის მერე გამოჩნდა რომ ეს ძალიან ეს ბრძოლები უფრო და უფრო ძლიერდებოდა და სადღაც 26 რიცხვში სოხუმის გარეუბანში უკვე ეს ძალები შემოდიოდა და ქუჩებში იყო ბრძოლები. ჩვენ შემოგთავაზეს მაშინ რომ მაინც მოვიდებოდით, იმიტომ რომ სასულიერო პირებს ძალიან და ჩვენ ესე იგი არის ესეთი იყო ტაძარი სოხუმის გარეუბანში და აი ამ ტაძარში ჩვენ თან ეს 26 არის ქეთევან-მწამებულის დღესასწაული, 27 არის ჯვართამაღლება და ჩვენ მსახურებას აღასრულებდით ამ გარეუბანში და უკვე 27-ში გვითხრეს რომ სოხუმი დაეცა და უკვე დაბრუნებას აზრი აღარ ჰქონდა და ჩვენ დავადექით საკენისა და ჭუბერის უღელტეხილის გზას. რაღაც გარკვეული ნაწილი ჩვენ გავიარეთ ტრანსპორტით და შემდეგ ჩვენ უკვე საკენში ღამე გავათენეთ და შევუდექით აი ამ ჭუბერის უღელტეხილის გზას, რომელიც ძალიან მძიმე იყო. თუმცა მინდა გითხრათ, რომ იქაც ჩვენ ვცდილობდით, რომ მოსახლეობისთან ერთად გველოცა და აი როცა ჩვენ ლოცვას ვიწყებდით, ვინც ჩვენს გვერდით იყო, ყველა გვერდდებოდა და ყველასთვის ეს ლოცვა რაღაცა ძალის მიმცემი იყო, იმიტომ რომ ნებისმიერ სიტუაციაში, განსაკუთრებით კრიტიკულ სიტუაციაში მოლოდინი იმისა, რომ ღმერთი აი ამ ვითარებიდან გამოგიყვანს, ძალიან მნიშვნელოვანია. და ეს მოლოდინი ყოველთვის იყო ადამიანებში, მაინც ადამიანი რაღაც კარგზე ფიქრობს, კარგს ეძიებს. და ესე გავიარეთ ეს უღელტეხილი, მერე ჭუბერშიც გარკვეული პერიოდი ჩვენ დავრჩით, სანამ მოსახლეობა აღარ გავიდა იქიდან, ჩვენ პატრიარქმა დაგვავალა, რომ დაგვეცადა სანამ უკვე გაიყვანდნენ უკვე ჭუბერიდან მოსახლეობას და აი როცა ყველა გავიდა, ჩვენ ჩამოვედით უკვე თბილისში და პატრიარქმა შემდეგ უკვე დაგვავალა რომ მარტყოფის მამათა მონასტერში ყოფილიყო დროებითი რეზიდენცია აფხაზეთის ეპარქიის, ხოლო მონაზვნები, რომელიც ჩვენთან ერთად იყვნენ სოხუმში, ისინი პატრიარქმა გააგზავნა ბოდბის დედათა მონასტერში. ანუ სასულიერო პირებისთვისაც მღვდელმთავრისთვის ესე რომ პირდაპირ ვთქვათ არ არსებობს გარანტია რომ ჭუბერის გზაზე არ წავიდეს და ჩვეულებრივი გზით წავიდეს. თუ ეს თქვენი არჩევანია რომ მრევლთან ერთად ამ გზაზე წამოხვიდეთ? ნამდვილად იყო ეს არჩევანი რომ ჩვენ გემით გამოსულიყავით, მაგრამ ძალიან უხერხული იქნებოდა რომ ჩვენ შევსულიყავით გემზე და ცირილწოვანი ბავშვებით ადამიანები დარჩენილებდნენ. ამიტომ უბრალოდ ხერხული იქნებოდა და არ იქნებოდა სწორი ჩვენი გამოსვლა იქიდან სხვა გზით. ჩვენ ჩავთვალეთ რომ ჭუბერის გზაზე ხშირად ყვებიან როგორც სამოქალაქო და ადამიანური გმირობის, ასევე პირიქით არაადამიანური ქცევის ფაქტებსაც. მინდა გითხრათ რომ სამწუხაროდ ომი არის ისეთი დრო, როდესაც ზოგჯერ შინაურმა შეიძლება უარესი გააკეთოს ვიდრე მტერმა. ამის მიზეზი არის ის, რომ ყველა ადამიანი ერთნაირად ვერ უძლებს გამოცდას. საერთოდ ადამიანი ვლინდება კრიტიკულ სიტუაციაში. შეიძლება აი სრულად შეუმჩნეველი პიროვნება აღმოჩნდეს გმირი, არ წავიდეს კომპრომისზე და შეიძლება აი საკმაოდ ისეთი ერთი შეხედვით სხვადასხვა უნარებით, ასე ვთქვათ, შემკული ადამიანი, ნიჭიერიც, გონიერიც, ფიზიკურად ძლიერიც, უცებ რაღაცა გაბოროტდეს და რაღაცა წავიდეს ძალიან დიდ კომპრომისზე და გაამართლოს, რაც თავარია ეს, რომ აი გამართლება რატომ ხდება რაღაც ცუდის. იმიტომ რომ თვითონ ომის პერიოდში ბევრი რაღაც სირთულეა. შეიძლება რაღაც უსამართლობაში მოხდე რაღაცა, ვთქვათ, რაღაც შენი უფლებები დაირღვეს. საზოგადოება დაძაბულია ძალიან. ეხლა იქ ესეთი შემთხვევები იყო, რომ აი წარმოიდგინეთ, ეხლა მეომრებს სჭირდებათ პური. ხა მეომარს აუცილებლად სჭირდება პური, რომ დაიცვას. ამ დროს მოსახლეობასაც სჭირდება პური ცოტა.
და აი მის დროს აი თქვა რომ ეს უნდა გადანაწილდეს და თქვა აი მეომარმა შეიძლება გაისროლოს და თქვას რომ ჯერ მეომრებმა უნდა აიღონ და აი იმიტომ კი არა რომ თქვა აი ხალხს დაჩაგროს აი რაღაცა ისეთი კრიტიკული სიტუაციები თავისთავად ხდება და აი ზოგი ამას ვერ უძლებს და თავის აგრესიას ამართლებს და ასეთი შემთხვევები სულ იყო მანამდეც გზაზეც რაც რასაკვირველია ძალიან გულსატკენია მაგრამ აი ომის გარდაუვალია ეს ომი გამოავლენს ესეთ სულიერად ეს ვთქვათ მერყევ ადამიანებს რა ხდება ომ წაგებულ ქვეყანაში ომის წაგების შემდეგ მაშინ როდესაც დამარცხებული ჯარისკაცები დედაქალაქში ბრუნდებიან ეს ყოველთვის მძიმე პერიოდია ნებისმიერი ქვეყნის ისტორიაში არიან ტოლვილები ქვეყანაში და არის სიღარიბე და რასაკეთებს ამ დროს პატრიარქი ერის გასამხნევებლად და მის მღვდელმთავრებს რა დავალება აქვს ამ დროს ამ დროს აი ყველაფერთან ერთად რაც თქვენ ბრძანეთ იყო განუკითხაობა ანუ საერთოდ აი კანონი ვერ კანონობდა იმიტომ რომ იყო უმძიმესი ვითარება სოციალური და თვითონ სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით აი ჯერ სამოქალაქო ომი მოყვა ამას ანუ შიდა პრობლემები უამრავი იყო და რასაკეთებს ამ შემთხვევაში პატრიარქი რასაკეთებს ეკლესია მღვდელმთავრები იგივეს რასაც ვაკეთებდით აფხაზეთში ძალისაებ ჩვენისა ვცდილობთ რომ აი ეს დაძაბულობა რომელიც არის ნებისმიერ ოჯახში ნებისმიერი პიროვნების შინაგან სამყაროში აი გაორება იცით ადამიანი აი როდესაც კრიტიკულ სიტუაციაში ადამიანი ხანდახან ფიქრობს რომ აი მისი მხრიდან რაღაცა პასუხი აი ვიღაცას რომ გასცეს ეს არის ნორმალური თან გასცეს თქვათ ის იმავე ფორმით რა ფორმითაც ის მას მოექცა ანუ შურისძიების რაღაცა აგრესიის ან პირიქით დეპრესიის აი მუდმივად არის ეს ორი დავარქმევდი ესე მიღებულია მე მგონი ფსიქოლოგიაში აგრესიის და ავტოაგრესიის მდგომარეობა ხან საკუთარ თავს აზიანებს აი ამ შინაგანი ნევროზული მდგომარეობით ხან შეიძლება ეს გაიტანოს გარეთ და სხვა და ეს დააზიანოს და რასაკვირველია ერთადერთი რაც ამ დროს შეიძლება ეს არის ისევ ის რასაც ჩვენ ომში ვაკეთებდით ხალხთან მეტი ურთიერთობა ხშირი ურთიერთობა შეხსენება რომ ქრისტიანობა არის ერთადერთი რაც ჩვენ შეგვანარჩუნებინებს ჩვენს პიროვნულ ღირსებას რომ არ დავკარგოთ ადამიანური სახე რომ ეს ყველაფერი გადაივლის და ჯობია ვაჟას სიტყვები რო არისო რომ ცხრადვე მამყოფეო ხომ ამ ცილდეს გელობაო აი ბედრებაში რო არისო აი ეს ჯობია ესე იგი მე დავზიანდე ვიდრე მე გავხდე ბოროტი აი ეს ქადაგება იყო პლატონს აქვს ესეთი სიტყვები რომ რა უფრო დიდი ბოროტება როცა შენ გექცევიან ცუდად თუ როცა შენ ეკცევი ცუდად რასაკვირველია შენთვის ყველაზე დიდი ბოროტება როცა შენ ეკცევი თორე შენ ხდები ბოროტი ძალა ხო და აი ეს არის ქრისტიანობის აი კრიტიკულ სიტუაციაში რომ ადამიანმა არ დაკარგოს ადამიანური სახე არ დაკარგოს იმედი ამას აკეთებდა პატრიარქი და ნუ ჩვენს გვავალებდა რასაკვირველია მე გეტყვით რომ აი პატრიარქი დილიდან დაღამებამდე იყო ხალხთან იქნებოდა ეს საპატრიარქოში მოსული საზოგადოება ნებისმიერი ფენა როგორც სასულიერო დასი ისე საერო პირები და ძალიან ხშირად იყო შეხვედრებზე გარეთ ძალიან ხშირად იყო საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში აი განსაკუთრებით ამ პერიოდში მინდა გითხრათ რომ აი პატრიარქს იმდენად დიდი იყო დაძაბულობა რომ აი 90-იან წლებში პატრიარქს ჰქონდა სერიოზული გართულება გულის პრობლემები ჰქონდა იმიტომ რომ გადაიღალა მაშინ შეიქმნა ის დავიღალე ცნობილი საგალობელი ან თქვა რომ როდესაც შენ აღარ შეგიძლია ღმერთისკენ სვლა ესე იგი შენ თხოვე და ღმერთი თვითონ მოვა შენთან ისე გადაიღალა რომ ამ მთელი თავისი ენერგია საერთოდ მინდა ვთქვა რომ პატრიარქი ბოლომდე იხარჯებოდა და იცით აი როცა შენ ხედავ რომ ვიღაცა ბოლომდე იხარჯება შენს ძალა გემატება და საზოგადოებაც გზნობდა ამას
აი თუნდაც მისი გარდაცვალების შემდეგ ჩვენ ეს დავინახეთ, რომ საზოგადოებამ ეს აღიარა, რომ ეს იყო მისთვის ადამიანი, რომელიც მისთვის ეწირებოდა, მსხვერპლს იღებდა, მისთვის ჯვარზე იყო გაკრული და ასეთი იყო მუდამ და ამას რაც მაგალითს გვაძლევდა ჩვენ ესე ცოტა შორის პატრიარქს არ უყვარდა რომ რაღაცა ესე კაცრად მოეთხოვა შენთვის ძიმეჯრის აღება არ გთხოვდა პირიქით აი თუ გაგვიჭირდებოდა რაღაცას ისე ვერ გავაკეთებდით არ გვისაყვედურებდა საოცარი ლმობიერება იმოდიოდა მისგან და ამ ლმობიერებით ძალიან გვეხმარებოდა და ძალიან გვაძლიერებდა და მე მგონი ეს ლმობიერება იყო ყველას მიმართ საქართველოში ყველას მიმართ რასაკვირველია აფხაზების ოსების მიმართ თუნდაც არა საქართველოს ფარგლებს გარეთ სხვადასხვა ძალების მიმართ და რა ვიცი აი ეს სულ ქონდა პატრიარქს მუდამ მთელი თავის ცხოვრების მანძილზე აი ეს გაცემა ის სულ გასცემდა და ესე ამბობდა რაც მეც გავცემთ ღმერთი მე ძალას მოგცემს და მართლაც ესე ხდებოდა რაც უფრო მეც გასცემდა მით უფრო რაღაც აი თვითონ ცით რა მინდა ვთქვა პატრიარქზე რომ აი ჩვენ ხომ იმ გვერდზე ვიყავით და გრძნობდით როგორ იცვლება ადამიანი ჩვენს თვალწინ როგორ იზრდება აი ხო დიდია პატრიარქი ნუ თქვა გავიდა 10 წელი 20 წელი და კიდე იზრდება სულ ყოველ დღე იზრდებოდა აი ეს არის საოცრება ამ პიროვნებაში რომ ეს იყო ადამიანი რომელიც მუდმივად ცდილობდა აი უკმაყოფილო იყო საკუთარი თავით არ ვერ ნახავდით მას რომ რაღაცა თვითკმაყოფილებაში სულ უკმაყოფილება სულ ამბობდა რომ აი მე რაღაცა ვერ შევძელი და აი ეს შინაურულ წრეში რაღაცა გულის ტკივილს გამოხატავდა ისე არ გამოვიდა ესე ერთადერთი მიზანი იყო რომ რაღაცა ერისთვის კარგი გაეკეთებია ეკლესია გაეძლიერებინა მშვიდობას თვის ხელი შეეწყოდა რასაკვირველია ეს ფენომენი რომ არა მე დარწმუნებული ვარ რომ საქართველოში ის რაც უარყოფითი რამ ხდებოდა გაცილებით უფრო მეტი ხარისხში იქნებოდა და გაცილებით უფრო მძიმე იქნებოდა ეს ნახევარი საუკუნე პატრიარქის გარეშე პატრიარქი ღმერთმა მოავლინა როგორც აი რაღაცა ესეთი ერის მალამო და ეს მალამო დაედო ესე იგი ედებოდა მის წყლულებს, მის ჭრილობებს და უმსუბუქებდა. რასაკვირველია პატრიარქი ვერ შეძლებდა სრულ ძირფესვიანად მოვლენების შეცვლას, მაგრამ ის ძალიან არბილებდა ამ ტკივილებს, აი ამ ამცირებდა აი ამ ბოროტებას, მაქსიმალურად ამცირებდა. როგორია პატრიარქის ურთიერთობა აფხაზეთის ამბების შემდეგ რუსეთის საპატრიარქოსთან, იმიტომ რომ იმის გამო რომ ეს ომი მოხდა, იმის გამო რომ ხალხი გადმოვიდა, ამის გამო არ შეცვლა ხო საეკლესიო საზღვრები ამ გაგებით. არა. და ამასაც მიღწევა ჭირდება მით უმეტეს იმ გარემოში, როდესაც საერო ხელისუფლებამ რაღაცა წაგართვა. როგორ ყარდება, ან რა ტიპის ურთიერთობა მყარდება ამ ამბის შემდეგ რუსეთის საპატრიარქოსთან და საერთოდ რა დისკუსიები მიმდინარეობს ამ თემასთან დაკავშირებით? მინდა მოგახსენოთ, რომ ის რომ რუსეთის ეკლესიამ ოფიციალურად ამ ომის შემდეგ რამოდენიმეჯერ განაცხადა, რომ ჩვენ ვაღიარებთ საქართველოს ეკლესიის იურისდიქციას მთელ ქვეყნის ტერიტორიაზე, ეს იყო დადასტურება იმისა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებამ ეს ჩაიდინა, რუსეთის ეკლესია ესე იგი ვერ გაბედა ეს, რომ ეს თქვა არ აღიარებინა, რომ ეს ჩვენი იურისდიქცია. ვერ გაბედა ღვთის წინაშე, ზოგადად მართლმადიდებელი ეკლესიების სისავსის წინაშე, მაგრამ ერთი ფაქტორიც არის. რაღაცა პატრიარქის პიროვნება მიმართ იყო კიდე რაღაცა ძალიან დიდი მოწიწება. სულ ყოველთვის იყო. ეხლა თქვენ გახსოვთ, რომ იყო ალექსი მეორე, რომელიც კარგად იცნობდა პატრიარქს, ჯერ კიდევ სანამ პატრიარქი გახდებოდა, სანამ მღვდელმთავარი იყო, სანამ პატრიარქობამდე თვითონაც მღვდელმთავარი იყო და
აი მე მახსოვს მათი ურთიერთობა. ძალიან პატივს სცემდა პატრიარქს, ძალიან უყვარდა და აი რამდენადაც შეეძლო ის, ასე ვთქვათ, ცდილობდა რომ ეხლა არის რაღაცა, რასაც რუსეთის ეკლესია ვერ შეეწინააღმდეგება სახელმწიფოს. სამწუხაროდ ეს ჩვენთან ასე არ იყო. ანგარიშს შეიძლება ყოველთვის უწევდა ეკლესია ხელისუფლებას, მაგრამ ესეთი წნეხი, როგორიც იქ არის, იყო და არის, ასეთი არ იყო საქართველოში რა. ამიტომ ზოგჯერ შეიძლება პატრიარქი გაგებით შეხვედროდა იმას, რომ რუსეთის ეკლესია ყოველთვის ესე ვთქვათ სახელმწიფოს პოზიციას ვერ უპირისპირდება. თუმცა ურთიერთობებში რასაკვირველია პატრიარქი ცდილობდა რომ ეს შეენარჩუნებინა რუსეთის ეკლესიის მხრიდან ვთქვათ დავშეკავებული დამოკიდებულება და რომ აი არ შემოჭრილიყო ჩვენს იურისდიქციაში. რაღაცა დარღვევები ცალკეული არსებობდა, მაგრამ აი ესეთი მასშტაბური დარღვევები მათგან მაინც ამისგან დაიცვა ღმერთმა და ჩვენო პატრიარქმა. პატრიარქის აი ამ რუსეთის ეკლესიასთან ურთიერთობა ყოველთვის იყო ძალიან ესეთი სიბრძნის საფუძველზე. ყოველთვის იყო, ასე ვთქვათ, იმის გათვალისწინებით, რა შეიძლებოდა მოეთხოვა რუსეთის ეკლესიამ. იმაზე მეტის მოთხოვნა, რაც შესაძლებელი იყო, შეუძლებელი და რაღაცა პროტესტი, დაპირისპირება, კრიტიკა იქნებოდა სრულად ესე. ჯერ საერთოდ ეკლესიებს შორის ურთიერთობაში ძალიან ფრთხილი ურთიერთობა უნდა იყოს. ეკლესიათა შორის ურთიერთობა არ არის მარტივი თემა, იმიტომ რომ ეს ლაპარაკია ზოგადად ერთიანი ეკლესიის მშვიდობაზე. აი ხა მაგალითად კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსა და რუსეთის საპატრიარქოს შორის არის რაღაც პრობლემები. ცალმხრივად რუსეთის ეკლესიამ გაწყვიტა კავშირი ევქარისტიული, ეს ნიშნავს, რომ ძალიან ცუდი ფაქტია, რომ ეს არის რაღაც უკვე სერიოზული საფრთხე განხეთქილებისა ეკლესიაში, მაგრამ აი კონსტანტინოპოლის საპატრიარქომ არ გაწყვიტა ეს ევქარისტიული კავშირი, ცდილობს რომ მშვიდობა აღადგინოს. აი ძალიან პატრიარქი ყოველთვის ამას უფრთხილდებოდა და რასაკვირველია ამ ურთიერთობის შენარჩუნებაში პატრიარქი ჰქონდა შესაძლებლობა რომ აი თავისი სიტყვა ეთქვა, თავისი პოზიცია მათთვის ასე ვთქვათ ეგზნობინებინა და რაღაცა აი არის რაღაცა მომრავი წვრილმანი საკითხი, რომელსაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ეკლესიისთვის, ქვეყნისთვის. პატრიარქი ერთ რამესაც ვიტყვი ახლა აი თვითონ გახსენება მოიტანა ეს ჩემ გონებაში. არ იყო მარტო საეკლესიო სტრატეგიის გამსაძვრელი ეკლესიაში, უბრალოდ საქართველოში. ის ძალიან სერიოზულად აი გრძნობდა ქვეყნის აი ამ საერთო პოლიტიკურ, სოციალურ ტკივილს მდგომარეობას და იცით იმასაც ზრუნავდა რომ აი ქვეყნისათვის რა შეიძლება კარგი გაკეთდეს. ეხლა მინდა ერთი რამ გავიხსენო, რაზეც პატრიარქი ხშირად აკრიტიკებდნენ, რომ აი იგი ძალიან ლოიალურია რუსეთის მიმართ, რომ იგი ესე ვთქვათ არ გამოხატავს ესე ვთქვათ კრიტიკულ პოზიციებს და ერთხელ ისიც კი ატეხეს განგაში, რომ აი პატრიარქმაო პუტინთან ჰქონდა შეხვედრა და მასო ბრძენი უწოდაო და აი თქვენ თვითონ განსაჭეთ, ახლა როგორ უწოდა ეს ბრძენი და რა კონტექსტში უწოდა. ფაქტიურად პატრიარქმა საოცარი სიბრძნე გამოიჩინა და უთხრა ასეთი რამ პუტინს. ერთ-ერთი ბოლო შეხვედრისას, უკვე როცა ოკუპირებულია 2008 წლის შემდეგ ხდება ეს. და ეუბნება ესეთ რაღაცას, რომ თქვენო პრეზიდენტო ბრძენი პოლიტიკოსი ბრძანდებით. და თქვენ კარგად მოგეხსენებათ, რომ საქართველოს ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა. და ვინც ამ ქვეყნის განთლიანებას ხელს შეუწყობსო, იმას ღვთისმშობელი დალოცავს. და აი ამ წინადადებაში არის ქვეტექსტი, რომელიც ძალიან მარტივად იკითხება, რომ ვინც ღვთისმშობლის ქვეყანას დაშლის, იმას ღვთისმშობელი დასჯის. და თუ შენ ჭკუა გაქვს,
და თვლი რომ ჭკვიანი კაცი ხარ, აი ეს ორი ელემენტარული ჭეშმარიტება გაითვალეს. ეს იყო ნათქვამი, წარმოიდგინეთ, აი ქვეტექსტი ხო ჩანს რა. მეთანხმებით, რომ ეს ქვეტექსტი იკითხება. პირდაპირ ადამიანს უთხრა რომ ჭკუა თუ გაქვს ჭკვიანად ჭკუით მოიხეცია. შენ ხო გაქვს პრეტენზია რომ ჭკუა გაქვს ხო? შენ ხო გაქვს პრეტენზია რომ ბრძენი პოლიტიკოსი ხარო? აი თუ ხარ ესე მოიქეცი და თუ ესე არ მოიქცევი არა ხარო. და თან ღვთისმშობელმა შეიძლება დაგსაჯოს კიდევაც. ხო და საჯელი არ არის რომ ომს რო დაიწყებ და რაღაც აგრესიას რო საჯელი არ არის ოპონენტების იმაში რო ხდება. ხო და აი ესეთი იყო პატრიარქი, ძალიან ღრმა იყო. ესე იგი, ისეთ რამეს იტყოდა, რომ ესე იგი ვერ შეედავები ოპონენტი, ესე ვთქვათ, ნუ ვისაც ელაპარაკ, მაგრამ ფაქტიურად გამხილებს რა. და ესეთი ძალიან ბევრი იყო და ეს საოცარი. ეხლა მე ძალიან ხშირად ვესწრებოდი საპატრიარქოში შეხვედრებს მრავალი ქვეყნის არა მარტო რელიგიური ლიდერები, არამედ ხელისუფლების ლიდერები, პოლიტიკოსები ქვეყნის მეთაურები ძალიან ბევრი შეხვედრა თითქმის ყველა ვინც ჩამოსულა საქართველოში თითქმის ყველასთან ყველა ითხოვდა ამ შეხვედრას იმიტომ რომ აინტერესებდათ პატრიარქთან და მინდა გითხრათ რომ აი არ მახსოვს შეხვედრა როდესაც ძალიან ყვაყოფილი არ მიდიოდა ყველა რომ აი ნებისმიერ საკითხზე ნუ ძირითადად მაინც ქვეყნის პრობლემებზე იყო ხოლმე ლაპარაკი პოლიტიკურ როგორი ზუსტი იყო მისი შეფასება როგორი ლაკონური და აღთვალებულები მიდიოდნენ აი ესეთი პიროვნება აფხაზეთში ჩასვლა და მოლოცვა არ უცდია პატრიარქს მის შემდეგ. ყოფილა ზოგადად საუბრები იმასთან დაკავშირებით, რომ რადგანაც ეს მაინც ჩემი სამრევლოა რუსეთის ეკლესიის მხრიდან, შესაძლოა არსებობდეს გარანტიები, რომ ჩავიდე და მოვილოცო. თუ ეს მაინც უფრო ფორმალური დამოკიდებულება იყო ეკლესიის მხრიდან და საერო ხელისუფლება მას არ ითვალისწინებდა რუსეთის. რასაკვირველი არ ითვალისწინებდა, მე უფრო მეც გეტყვით. ომის დაწყებამდე 2-3 წლით ადრე პატრიარქი იყო ჩასული აფხაზეთში და იქ აი ძლივს გადარჩა. რაღაც საშინელი, ესე ვთქვათ, ის მოუწყვეს იქ აფხაზების, აი ისევ ამ რუსული პროპაგანდის შედეგად საშინელი რაღაცა მოუწყვეს იქ, ნუ აი კინაღამ რა ვიცი, აი გადარჩა სასწაულებრივად ხა, ასე რომ ომის შემდეგ იქ ჩასვლა, ნუ გამორიცხული იყო. ერთეული სასულიერო პირები მოახერხეს ჩასვლა, მაგრამ ისიც ძალიან შეზღუდულ ვითარებაში და ასე რომ პატრიარქის ჩასვლა გამორიცხული იყო. ამის გაფიქრებაც არ შეიძლება. თქვენ დიდი ხანი იყავით პატრიარქის გვერდზე. თქვენ იცნობდით პატრიარქს 80-იანი წლების პატრიარქს, 90-იანი წლების პატრიარქს, 2000-იანი და 2010-იანი წლების პატრიარქს. მე მაინტერესებს როგორ იცვლება პატრიარქი? თქვენ თვითონ ბრძანეთ, რომ პატრიარქიო სულ იცვლებოდაო, სულ იზრდებოდაო, სულ რაღაცა ხდებოდა. აი მე მაინტერესებს ეს დინამიკა რომ აჩვენოთ. პატრიარქი 10 წლეულების მიხედვით, რა იცვლებოდა 10 წლეულების გასვლასთან ერთად მასში? მე ვფიქრობ, რომ პირველი რაც აი შეიძლება ესეთი ძალიან თვალსაჩინო იყოს, იზრდებოდა მისი ესეთი მოღვაწეობის რაღაცა მასშტაბები, ხარისხები, ვთქვათ, გაცილებით უფრო ინტენსიური შეიძლება ყოფილიყო მისი ლოცვითი მოღვაწეობა, გაცილებით ინტენსიური შეიძლება ყოფილიყო ურთიერთობა საზოგადოებასთან. აი მისი ცვლილება რაში გამოიხატება, რომ ეკლესიაში მუდმივად ხდება რაღაცა სიახლის დანერგვა. აი ერთ რამესაც გეტყვით. აი პატრიარქი იყო პიროვნება, რომელიც არ არსებობს სფერო საზოგადოებრივი ცხოვრების, რომ რაღაცნაირად არ იყო დაინტერესებული და გარკვეულ დონეზე ზოგან მეტად, ზოგან ნაკლებად ჩახედული. აი ყველაფერი ეს აინტერესებდა, ნუ იცით რომ მუსიკას ქმნიდა, ხატავდა, უყვარდა ფილოსოფია და ძალიან ეს აი წარმოიდგინეთ ეს მისი შემოქმედებითი მოღვაწეობის ხარისხი სულ მატულობდა, ინტენსიურობა იზრდებოდა და იცით რა, აი
ჩემს განცდაში და მე მგონი ძალიან დიდი რაოდენობის სასულიერო და საერო პირების განცდაში ადამიანი როგორ ვთქვა, ენერგია მისი იზრდებოდა. ცით როგორ არის, პატრიარქი არის ის პიროვნება, რომელიც ღმერთისგან ღებულობს ძალას და გადასცემს ერს. ის არის ესეთი შუამავალი, რომელიც გამტარია ამ ღვთაებრივი ენერგიის და ახლა წარმოიდგინეთ, რომ რაც უფრო მეტის მიღება შეუძლია ადამიანს, მით უფრო მეტი შეუძლია რომ გასცეს. ეს ამდენი ეპარქია, ამდენი მღვდელმთავარი, ამდენი რიცხვის სამღვდელოებისა, ბერმონაზო, სულ იზრდებოდა. სულ ბოლომდე, მისი სიცოცხლის ბოლომდე, მაშინაც როცა ფიზიკურად არ იყო აქტიური და რაღაც გარეთ არ გამოდიოდა, სულ მოღვაწეობდა, სულ ყოველ ჯერზე დაგვიბარებდა, რაღაცას დაგვავალებდა, რაღაცას ახალ ამბავ. ადამიანი, რომელიც სულ რაღაცა, ახალი იდეები ჰქონდა, სულ არ იყო მომენტი, რომ რაღაცა არ შემოეთავაზებინა. ესე იგი, ხო ვიხსენებ ბოლოს ძალიან საინტერესო იდეა ჰქონდა. ხო, დაიბარა ერთი მონაზონი და უთხრა, რომ ჯვრის ქრისტიანული, პატრიოტსანი და ცხოველმწოფელი ჯვრის მუზეუმი უნდა გავაკეთოთ. წარმოიდგინეთ, სულ რამოდე ერთი შეიძლება წლით ან ნახევარი წლით ადრე გარდაცვალება. სულ რაღაც ერთხელ ისა რა ქვია, თქვა რომ ინგლისური გაკვეთილები უნდა აღვადგინოს. პერიოდულად ცდილობდა, რომ ინგლისურში გაკვეთილები მიიღო და ნომერი არ ეცალა და ბოლო პერიოდში თქვა და ვიღაცა მოდიოდა და ინგლისურის გაკვეთილებს ღებულობდა ამ მდგომარეობაში. ესე იგი, ეს ხო ერთი ძალიან საოცარი თვისება. წარმოიდგინეთ ადამიანს ჯერ ცხოვრებაში ამდენი ტკივილი, ამდენი ახლა თუნდაც ცილის წამება, შეურაცხყოფა, არასოდეს არ უპასუხებდა არავის, არც პერსონალურად და არც ხო არ შეიძლება ირიბად რაღაცა გამოხატო. აბსოლუტურად არავის მიმართ არასოდეს. მხოლოდ როგორც კი ხედავდა ასეთ ადამიანებს, ჰქონდა მოწყენა მათ გამო. ერთხელ შევედი და რაღაც ახალი კამპანია იყო, რაღაც ეკლესიის ლანძღვის პატრიარქი ასეთია, ისეთია და ცოტა მოწყენილი იყო. მე ვთქვი, თქვენ უწესო, ეს არის ძალიან მცირე ნაწილი, ვინც ასე ფიქრობს. აბსოლუტური უმრავლესობა გენდობა თუ ვარხარ. მეო იმიტომ კი არა ვარ დამწუხრებული, რომ მე შემეხო ეს. მეო იმ ადამიანების ბედი მაწუხებსო, რომ ისინი ასეთ ცოდვაში არიანო და ეს მაწუხებსო და ეს აბსოლუტურად კიდე ერთი ესე იგი, ამ ადამიანის სახეზე თქვენ ვერ ნახავდით შეჭმუხნილ შუბს, რაღაცა ესეთ გრიმასას, ისეთი შეწუხებულის დეპრესიის. ისე ოლიმპიური სიმშვიდე ჰქონდა მას. მუდამ დამწუხრებული ბედით, მაგრამ ამავე დროს არასოდეს არ იყო ჭმუნვარე, დეპრესიული. არ იყო არასოდეს. იშვიათად რო გვენახა, იგი ცოტა ესე ვთქვათ, ამ საერთო წუხარების გამო ცოტა ესეთი ოდნავ დისტანცირებული. სულ ადამიანებთან იყო, სულ მზად იყო ურთიერთობისთვის და განსაკუთრებით ფიზიკური პრობლემები, როცა უკვე მოიმატა, ასე ვთქვათ, ჯანმრთელობის პრობლემები. ერთხელ არ ამოუოხრავს. ხო შეიძლება ამოიოხროს რაღაცა ადამიანი, ყველას მქონია ეს. არასოდეს ეს რაღაცა ნამდვილად ფენომენალური მოვლენა იყო და არის, მე ვიტყოდი, იმიტომ რომ ის აგრძელებს თავის სიცოცხლეს და მე ვგზნობ, რომ ის გარდაცვალების შემდეგ რაც ხდებოდა, მისი მონაწილეობის გარეშე არ ხდებოდა, ის გვეხმარება, დღესაც ამ არჩევნებში ის დაგვეხმარა, მე მგონი და გვეხმარება და მე მგონი მუდამ დაგვეხმარება. ესეთი უცნაური შეკითხვა მაქვს, ალბათ ძალიან ისეთი ბევრ მაყურებელს აინტერესებს. თქვენი აზრით, რა იყო ის საქმეები, რომელიც პატრიარქს დასამთავრებელი დარჩა? და როგორი უნდა იყოს მომავალი? თქვენ როგორ წარმოგიგენიათ, როგორც მღვდელმთავარს? რომელიც ამავდროულად
პატრიარქობის კანდიდატიც იყო, როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, მაგრამ საბოლოო ჯამში ასაკის ცენზის გამო არ მიუღია მონაწილეობა ამ იმაში. მაგრამ თქვენ მღვდელმთავარი ხართ. თქვენ ეკლესიის მართველი ხართ, ისე როგორც სხვა მღვდელმთავარი. სინოდი. როგორ წარმოგიგენიათ ამ ხელა ადამიანის გარდაცვალების შემდეგ? ეს არ არის ჩვეულებრივი შემთხვევა მისმა დაკრძალვამაც ეს გვაჩვენა. ნია. როგორი უნდა იყოს მომავალი და რა არის ის საქმეები, რომელიც დასამთავრებელია? მე ასე ვიტყოდი, რომ პატრიარქმა თავისი ცხოვრების საპატრიარქო მოღვაწეობის ნახევარი საუკუნის თითქმის ნახევარი საუკუნის განმავლობაში გააკეთა იმაზე მეტი, რაც ერთ ადამიანს შეეძლო გააკეთებინა, მაგრამ გასაკურველია მან ჩაიბარა ეკლესია, რომელიც განადგურების პირას იყო და ძალიან დიდ სიმაღლეზე აიყვანა ეკლესია. რა არის მისი მთავარი მიზანი, საბოლოო მიზანი, რაც საერთოდ ეკლესიის მიზანია და რაც არ შეიძლება რომ თუნდაც ნახევარ საუკუნეში დასრულებულიყო. თუმცა მას ამისი სადღაც ის ჰქონდა, იცით? რაც აი სურვილი, ეს სურვილიც ეს მის იდეადაზე მეტყოლებს. ხო, ერთი რამე აი ახლა ჩაურთავ. პატრიარქს ჰქონდა იღებდა ძალიან დიდ ამოცანებს, ისახავდა. ძალიან აი თითქმის ყველა ამოცანა, რომელიც მან დაისახა, თითქმის იყო, აი ყველა ამბობდა, რომ ეს წარმოუდგენელია. ამის გაკეთება რა დროს ეს არის? აი მაგალითად კომუნისტური რეჟიმის დროს დაისახა მიზნად, რომ უნდა გახსნილიყო სასულიერო აკადემია. ნუ აი ყველა ამბობდა, როგორ შეიძლება ესეთი ზოგი ამბობდა მე ამიტია, ზოგი ამბობდა მეოცნებია. ნუ აბსურდულია ხო? ავტოკეფალის აღდგენაც და აღიარებაც. ავტოკეფალის აღდგენა. თუმცა შორის კონსტიტუციური შეთანხმება ძალიან ძნელი მისაღწევი იყო, არ იყო ესე ადვილი. სამების ტაძარი, წარმოიდგინეთ, ეს 95 წელს დაიწყო ეს პროექტი. როგორი დრო არის განუკითხაობა, სიღარიბე ისა და თქვა რომ აი სწორედ აი ამ ტაძრის შენებლობა ჩვენ ასე ვთქვათ გაგვაძლიერებს, გაგვაერთიანებს სულიერად და მაგრამ ასეც გამოვიდა და აი ესეთი გაბედული ძალიან ესე ვთქვათ აი დიდი პროექტების აღება შეეძლო. დიდი ამოცანების დასახვა და ერთ-ერთ მასთან ვიყავით რამოდენიმე მღვდელმთავარი და საუბარი იყო აი რაღაც ისე მოხდა რომ აი გარჩევა იყო აი რამდენი რამ უკვე გაკეთდა და რომ ეს ძალიან ძნელი იყო ამის მიღწევა და რაღაცა პატრიარქის დამსახურებას შეეხო ეს საუბარი რაღაცნაირად და პატრიარქი გვისმენს და აქვს ძალიან ისეთი სახე ესე ვთქვათ აი თითქოს არ გვეთანხმება ხო და ჩვენ ახლა ვკითხეთ რომ არა ვართ მართალი რაც ახლა ვთქვით ესე არ არის სწორი თქვა რომ არაო კიო სწორია მაგრამ მე მეტი მინდოდა ხო აი ესეთი იყო ჩვენი პატრიარქი და მინდა ესეთი რამე ვთქვა რომ მისი მიზანი იყო არაუბრალოდ აღდგენილი ეკლესია არამედ ეკლესია სრულყოფილი ეკლესია ანუ მისი მიზანი იყო რომ ეკლესიაში ყოფილიყო ჰარმონია როგორც ეს პირველ საუკუნეებში ესე ითვლება რომ პირველ საუკუნეებში ეკლესია იყო აბსოლუტურ ჰარმონიაში იმიტომ რომ თითქმის ყველა წმინდანივი ცხოვრობდა იშვიათი იყო იქ თქვათ რაღაც ესეთი ზნეობრივი გადაცდომები იყო მაგრამ ცოტა იყო და რაც თავარია თუ მალე ხდებოდა ამის გამოსწორება აი ასეთ საუკუნეებში უნდა პატრიარქსო დაბრუნებულიყო საქართველოს ეკლესია და მიდიოდა ამისკენ და მე მინდა ერთი რამე ვთქვა რომ აი ის რაც მისი გარდაცვალების შემდეგ მოხდა აი ეს არის მისი ოცნების ეკლესია სიყვარულით გაერთიანებული და ერთმანეთის მიმართ პატივისცემით გაერთიანებული საზოგადოება. ეხლა ეს ხო ის ქართული საზოგადოება, რომელიც ხშირად ერთმანეთს ძალიან რბილად რო ვთქვა, უპატივცემულოდ ექცევა. ამ ბოლო წლებში და საერთოდ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ეს პრობლემა ჩვენ გვაქვს. მე ვთქვი რომ ომის დროს ეს კრიტიკული სიტუაცია ჩვენც რაღაცა გარდამავალი პერიოდი ომს გავს ხომ? მაინც კრიტიკულია მრავალი პრობლემა პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და აი სწორედ ესე იგი აი ამ სიტუაციაში
ამდენი ადამიანის, ძალიან დიდი რაოდენობა თითქმის ნახევარი საქართველო იყო მოსული და იქ განსხვავებული აზრის ადამიანები იყვნენ. არავის ეს არ ახსოვდა, ამაზე არავინ არ ფიქრობდა და იყო საოცარი ურთიერთპატივისცემა. წარმოიდგინეთ, ბავშვიან ქალებს რიგს უთმობდნენ და ისინი ამბობდნენ, რომ არა, ჩვენ ვიდგებით. და ვინმე ხმამაღლა თუ დაილაპარაკებდა, ეუბნებოდნენ, რომ უხერხულია და იყო სამარისებული სიჩუმე აი ამ უზარმაზარ ხალხის, აი ამ უზარმაზარ ნაკადებში. დინარესავით რომ მოედინებოდა და ეს კადრები ჩვენ ნახეთ და იცით ერთია რაოდენობა და მეორეა ხარისხი ურთიერთობის. აი ეს არის სულიერად ამაღლებული საზოგადოება. ანუ თურმე შეიძლება რომ მიუხედავად დიდი დაპირისპირებისა და რაღაცა თუნდაც უთანხმოებისა ადამიანები რაღაცა ამაღლდნენ ამაზე და აი ასეთ საქართველო, ასეთი ეკლესია უნდა პატრიარქს ასეთ საქართველო და მე ვფიქრობ რომ ღმერთმა მას აი საჩუქარი გაუკეთა რომ დაანახა ესეთი საქართველო, რომელიც არის პერსპექტივა. ანუ პატრიარქმა აიც მიაღწია იმას, რომ საზოგადოებაში ასეთი რამ შესაძლებელია რომ მოხდეს და მე ვიტყოდი კიდე რომ იგი სულ ქადაგებდა რომ საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა და არის წინასწარმეტყველება რომ ივერია გაბრწყინდება უკანასკნელ ჟამს, ანუ გაბრწყინება ნიშნავს სრულყოფილ ქრისტიანული ცხოვრების, ჰარმონიული ქრისტიანული ცხოვრების წესს და ეს ამაზე ლაპარაკია მაშინ, როდესაც მთელ სოფლიოში ქრისტიანობა ან განადგურებული იქნება, ან იქნება ძალიან დაუზურებული და დევნა იქნება არანორმალურად დიდი, ვიდრე იმაზე მეტი, ვიდრე პირველ საუკუნეებში. აი ესეთია წინასწარმეტყველება, რომ ეს დევნაც იქნება, ეს უკვე მაცხოვრის წინასწარმეტყველებაა და ისიც მაცხოვრის წინასწარმეტყველებაა, რომ აი ამ დროს ქართველი ერი შეინარჩუნებს სარწმუნოებას. ეს პირდაპირ წერია უпроსორეთ გადმოცემა არის საეკლესიო, როდესაც მაცხოვარი ღვთისმშობელს ტოვებს იერუსალიმში, არ უშვებს საქართველოში, რომ იერუსალიმის ეკლესია არის ახლა შექმნილი და მას დიდი დევნა აქვს და მას ჭირდება ახლა გამხნევება, გამტკიცება და ღვთისმშობელი უნდა იყოს, დარჩეს და აგზავნის ანდრია პირველწოდებულს ღვთისმშობელს ეუბნება რომ ანდრია გამოაგზავნოს და რომ გამოატანოს ხატი და ხატზე ამბობს რომ ეს ხატი შენ ნაცვლად იქნება საქართველოში მათ მცველად ვიდრე უკუნისამდე ჟამთან, ანუ ვიდრე მეორედ მოსვლამდე და ეს რას ნიშნავს რომ ცველი სარწმუნოებისა, არა მარტო ფიზიკური, არამედ სულიერებისა, ცველი ანუ შემნარჩუნებელი ჭეშმარიტი სარწმუნოება და ვერ შეინარჩუნებს ერი ჭეშმარიტ სარწმუნოებას იმ დევნის პირობებში თუ ეს სარწმუნოება არ იქნება სრულყოფილი. ანუ ამას ქვია ივერიის გაბრწყინება. სრულყოფილი ქრისტიანობა გაუძლებს გამოცდას. აი ეს უნდა პატრიარქს. ეს აკეთა 50 წელი და ფაქტიურად მან ამას მიაღწია, იმიტომ რომ მან ის დასთესა, მე ასე ვიტყოდი, რაც მან დასთესა, მხოლოდ 80% ვიხილეთ, თუმცა ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რაც ვიხილეთ. და აი რაც უნდა აღმოსცენდეს, აი ეს იქნება კიდევ 80%. ჩვენ ამასაც ვიხილავთ. ესეთია ჩემი ღრმარწმენა და თვითონ ამ გარდაცვალებამ ეს გაჩვენა, რომ რაღაცა ისეთი რამ ვიხილეთ, რაც მის სიცოცხლეში თითქოს არც მომხდარა. და იგივე მინდა ვთქვა საეკლესიო ცხოვრებაზე. ის რომ ჩვენ გავიარეთ ეს არჩევნები და შევინარჩუნეთ მშვიდობა და არ მოხდა განხეთქილება, მიუხედავად იმისა, რომ იყო ასთა სხვადასხვაობა და ზოგიერთი სასულიერო პირი კიდევაც ცოტა მკვეთრადაც გამოხატავდა ამ გარკვეულ პოზიციას, როგორც კი დამთავრდა არჩევნები, ყველას მიულოცა და იყოს ერთსულოვნება და არის დღესაც ერთსულოვნება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ესეც პატრიარქის ნაყოფია, მან დატოვა ეს. ანუ ყველას გვეშინოდა, რომ პატრიარქის მერე ყველას გაგვიჭირდებოდაერსას და პერსას. და გამოვიდა, რომ აი რაღაცა ისეთი დაგვიტოვა, რომელმაც ძალა მოგცა, რომ არ დავცემულიყავით, არ დავშლილიყავით და ჯერჯერობით მივდივართ. და იმედია, რომ წავალთ. ნამდვილად კი და მართლა მისალოცია კორექტული გადაბარება, ესე რომ ვთქვა, საეკლესიო საჭის ახალ პატრიარქს მე კიდევ ერთხელ მიულოცავ პატრიარქ მისუწმინდესობას, პატრიარქ შიოს და ვუსურვებ ხანგრძლივ და წარმატებულ პატრიარქობას. მაგრამ ნებისმიერი პატრიარქის გარდაცვალების შემდეგ, ისევე როგორც ნებისმიერი
მეფის გარდაცვალების შემდეგ ზოგადად რაღაც იცვლება და რაღაც შესაძლებელია, რაც არ უნდა კარგი იყოს წინა მეფე. და თქვენი აზრით რა შეიძლება შეიცვალოს, ან უნდა შეიცვალოს უკეთესობისკენ ეკლესიაში და რა არის წმინდა, როგორ ხედავთ წმინდა სინოდის როლს სამ ყველაფერში? ესე იგი, მინდა კიდევ ერთხელ გავიმეორო, რომ ის რაც უნდა შეიცვალოს, ამის შესახებ ჩვენ პატრიარქთან ერთად ძალიან ბევრჯერ გვიმსჯელია, გვისაუბრია და მისგან ქონდა დავალებები, აი რა უნდა შეიცვალოს, როგორ უნდა განვითარდეს ეკლესია. და რასაკვირველია, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს გავაგრძელოთ. ნუ ახლა ორი სიტყვით რომ ხო და აი თავარი ერთ რამეს გეტყვით. თავარი არის რომ სინოდი იყოს ერთსულოვანი. იმიტომ რომ მხოლოდ პატრიარქის დროს ჩვენ ერთსულოვნების გარანტი იყო პატრიარქი. იმდენად დიდი იყო მისი ავტორიტეტი, როგორი ესე თქვათ სირთულეც არ უნდა ყოფილიყო, ჩვენ საბოლოოდ ყოველთვის ჰქონდა კონსენსუსი. და ეს არის გასაკვირი, რომ ჩვენ ამ კონსენსუსს მივახციეთ პატრიარქის გარეშე. და განვითარება, მოდით ესე ვთქვათ, კი არ უნდა შეიცვალოს. უნდა გაგრძელდეს ის ცვლილებები, რომელიც ცვლილებებიც არ ქვია ამას. ამას ქვია აღმშენებლობა. პატრიარქის დროს მიმდინარეობდა აღმშენებლობა. ეხლა ლაპარაკი იმაზე, რა მეთოდით მიმდინარეობდა ეს აღმშენებლობა და სხვა მეთოდი ხო არ არის უკეთესი, მე პირადად ამ მეთოდს ვერ ვხედავ. ყოველ შემთხვევაში არც ახალი პატრიარქისგან არ მომისმენია ახალი მეთოდი და არც წმინდა სინოდისგან, იმიტომ რომ ყველა მეთოდი, რომლითაც პატრიარქი, ასე ვთქვათ, მოქმედებდა, ყველა იყო გამომდინარე, ცით აი როგორ გითხრათ, აი ესეთი ქართული ანდაზა, მუნჯისენა, დედამიწის, აი ყველაფერი იცოდა რა ჭირდება ამ საზოგადოებას, აი ხელისუფლებას, ვთქვათ, ინტელექტუალურ ელიტას, უბრალო ხალხს, სამღვდელოებას, რაღაც იცოდა და ამას აძლევდა ყველას. და ზრუნავდა ამის განვითარებაზე და ჩვენ ეს უნდა გავაგრძელოთ. მე მგონია, რომ პატრიარქმა იმხელა ეპოქა შექმნა, რომ ჩვენი მიზანია, რომ ის გზა გაგრძელდეს. გაგრძელდეს და ეს ნიშნავს განვითარებას. აქამდეც ეს 50 ნახევარი საუკუნე იყო სულ მუდმივი განვითარება და ეხლაც იქნება განვითარება და ნუ რასაკვირველი რა არის ეს განვითარება? ეს არის სრულყოფისაკენ სვლა, უნდა დაიხვეწოს კიდევ უფრო მეტად ყოველი ჩვენთაგანი, როგორც პატრიარქზე ვთქვი, ეს საერთოდ ქრისტიანული ნორმაა, რომ იყავით სრულვით არცა მამაი თქვენის ეციერი სრულ არს. აი ეს არის ქრისტიანული ფორმულა. მუდმივი განვითარება, არ იფიქრო შენ მოციქული პავლე ამბობს, რაც კარგი გაგიკეთებია, ის დაივიწყე, რაც არ გაგიკეთებია და რაც გასაკეთებია, ის აკეთე. აი ეს არის ქრისტიანული თავდაბლობის ფორმულა. ასეთი იყო სხვათა შორის დავით აღმაშენებელი და მემატიანე წერს, რომ დავითი ერთ-ერთი უდიდესი თვისება იყო თავდაბლობა. ამდენი რამე აშენა, სკერზე თითქმის, ასე ვთქვათ, უბსკულის სკერზე მყოფი ქვეყანა მოიყვანა და დიდების ძველზე დაადგინა და თავისი სიცოცხლე დაამთავრა სირანული საგალობლებით. ანუ ნანობდა და რას წერს იქ ერთ-ერთი მუხლი როგორია? სტროფი. ცოდვილთა შორის პირველი, საშუალი და დასასრული მე ვარ. აი, რას ნიშნავს ეს? ესე იგი, უკმაყოფილება საკუთარი. ეს იყო ჩვენი პატრიარქი, ასეთი იყო და ჩვენც ასეთები უნდა ვიყოთ და თუ ესეთები ვიქნებით და თუ ჩვენ ამის მაგალითს მივცემთ ჩვენს საზოგადოებას, სამწსოს, ისიც ესეთი გახდება. და რასაკვირველია, მთავარი რაც ჩვენ გვინდა, რომ თუ ჩვენ ეს ერთსულოვნება გვექნება, ეს იქნება მაგალითი, რომ საერო საზოგადოებაშიც იყოს მეტი პატივისცემა, მეტი ურთიერთგაგება. არ შეიძლება განსხვავებული შეხედულების გამო ადამიანი შეურაცხო. არ უნდა დაამცირო ადამიანი. ადამიანის დამცირება ეს არის საკუთარი სულის დაზიანება და საკუთარი თავის დამცირება, ვინც ამას აკეთებს, არ შეიძლება. ადამიანი არის ხატი და მსგავსი ღვთისა, როგორი დანაშაულიც არ უნდა კონდეს ჩადენილი. შეიძლება შენ თქვა, რომ ეს არ არის კარგი, ეს შეცდომა, ეს თუ ცნების დარღვევა, ცოდვა, მაგრამ სიძულვილი, შეურაცხყოფა, დამცირება,
ცილისწამება ეს დღეს გაჯერებულია ამითი საზოგადოება და ძალიან მოწამლულია ამითი და მე ვფიქრობ რომ აი პატრიარქი თვითონ თავის მაგალითით ამისგან ჩვენ ვკურნავდა და აი ეს უნდა გავაგრძელოთ. ძალიან დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის. რამე ხო არ არის ისეთი რომელზეც საუბარი მე გამომრჩა, ან კითხვა ვერ დავსვი სათანადოდ, მაგრამ თქვენი აზრით უკეთ წარმოაჩენს ჩვენი საპატრიარქოს წარსულს ან აწმყოს და ჩვენი პატრიარქის დაფარულ ბუნებას, რაც ადამიანებმა ჯერ არ იციან. მე ვფიქრობ პატრიარქის პიროვნება და ფენომენი გვაძლევს იმის საშუალებას, რომ მასზე დაუსრულებლად ვისაუბროთ. და აქედან ჩვენთვის, ჩვენი სულებისათვის, ჩვენი საზოგადოებისთვის არაერთი სარგებლობა მივიღოთ, მაგრამ აი რასაც ზოგადი საუბარი ქვია, აი რაღაც თავარი მომენტები, ალბათ ჩვენ ძირითადად ამ მომენტებზე ვისაუბრეთ, თუმცა შეიძლება მეც არ მახსენდება რაღაცა და ასეთი იყოს, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ აი ერთ ნიუანსს ვიტყვი, საოცრება იყო ინტერვიუები იმ ადამიანებთან, ვინც აცილებდა პატრიარქს. აქ იყვნენ უხუცესები, აქ იყვნენ ბავშვები, აქ იყვნენ ინტელექტუალური ფენის წარმომადგენლები, აქ იყვნენ დაბალი სოციალური ფენის წარმომადგენლები, უბრალოდ ხალხი ძალიან, თათი შეიძლება მეეზოვე ყოფილიყო, შეიძლება რაღაც ესეთი, რომელსაც არ აქვს რაღაც პრეტენზია ახლა ინტელექტუალობაზე, მაგრამ ეს იყო ღვთის ხმა. ხო არსებობს ქართული სიტყვა ხმა ღვთისა ხმა ერის. აი ერში გაისვა ღვთის ხმა. რა იყო ეს? რომ ჩვენ ხო გვიყვარს ჩვენი პატრიარქი ეს ერთი და აი ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ეს სიყვარული და რა არის ამისთვის საჭირო? ის იმასაც ამბობდა რეცეპტს რა უნდა გაკეთდეს. ეს ხალხი საზოგადოება. ყველათ ერთს და იგივეს. გავაკეთოთ ის, რასაც ის გვეუბნებოდა. გავაგრძელოთ ცხოვრება იმ სწავლების მიხედვით, როგორც ის აი თითქოს ერში იყო მოთხოვნილება, რომ აი ჩვენ ამითი გამოვხატოთ ეს სიყვარული. და სოციალურ სახარებაში ქრისტიანობს, ვისაც მე უყვარდეო, ჩემი ცნებები დაიმარხონ, და თუ გვიყვარს ჩვენი პატრიარქი, გავაგრძელოთ ცხოვრება იმ შეგონებების, იმ სწავლების საფუძველზე, რასაც ის გვეუბნებოდა. უღრესი მადლობა. მე უფერო წარმატებებს გისურვებთ და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ეს გადაცემა შედგა. დიდი მადლობა.